ტანზე მოდა მისი სიცოცხლის პერიოდში 60-იან წლებში მაშინ გაჩნდა, როცა ის ფაქტობრივად პარიზის, საფრანგეთის, ევროპის ინტელექტუალური სამყაროს ცენტრი გახდა. მაგრამ მოდა წარმავალია, ლაკანი კი რჩება. იცით, თითქმის ყოველთვის, როცა ადრე პარიზში ჩავდიოდი და ტაქსის ვუჯდებოდი, თუ ტაქსისტი მეკითხებოდა, რას ვაკეთებდი და ვეუბნებოდი, რომ ფსიქოანალიზით ვიყავი დაკავებული, პირველი რეაქცია ყოველთვის ლაკანი იყო. იცით, ჩემი ნაცნობი პარიზში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენისთვის კერავდა კაბას და გამოსაცვლელში ყველა საუბარი სწორედ ლაკანს ეხებოდა. ეს რაღაც ფანტასტიკაა. ყველამ იცით, რომ ლაკანი ძალიან რთული მოაზროვნეა. აი, ჩვენ საქმე გვაქვს პარადოქსთან. როგორ მოხდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ბუნდოვანი, როგორც ამბობენ, გაუგებარი მოაზროვნე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გახდა? ჩვენ თქვენთან ერთად განვიხილავთ ამას. როცა ლაკანზე, ფსიქოანალიზზე ვსაუბრობთ, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია სუბიექტის ჩამოყალიბების ისტორია. სუბიექტი სუბიექტისგან განსხვავდება. ჩვენ ყველა წარმოუდგენლად განსხვავებულები ვართ. დაჩნდება კითხვა, საიდან მოდის ეს განსხვავება? მოკლედ რომ ვთქვათ, ახლა მაქვს ბავშვური შეკითხვა, საიდან გაჩნდა საერთოდ ასეთი ლაკანი? პირველი, რისი თქმაც მინდა, არის ის, რომ ლაკანი მთელი მე-20 საუკუნის ადამიანია. ის დაიბადა საუკუნის დასაწყისში, 1901 წლის 13 აპრილს დაიცხოვრა, ნუ ჩემს გონებაში მთელი საუკუნე. ის გარდაიცვალა 1991 წლის 9 სექტემბერს. ის პარიზში, არც ისე ღარიბ ოჯახში დაიბადა. მამამისი ძმრით ვაჭრობდა. დედა ისევე როგორც ფროიდის შემთხვევაში საყვარელი ქალი იყო. ეს ყველაფერი შესანიშნავია. ის პირველი შვილი იყო ოჯახში. შემდეგ მას კიდევ ერთი და მადლენი შეეძინა. შემდეგ დაიბადა ძმა მარკ ფრანსუა. ოჯახი ძალიან კომფორტულ პირობებში ცხოვრობდა ბამარშეს ბულვარზე, დიდ აპარტამენტებში. ოჯახში განსაკუთრებული ადგილი ბაბუას ეკავა, ერთგვარი საკმაოდ მკაცრი ფიგურა, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, ლაკანის ბიოგრაფიაში. ჩვენთვის სხვა რამაა მნიშვნელოვანი, ლაკანი, პრინციპში ერთ წინადადებაში რომ ვთქვა ვიტყოდი ასე, ლაკანი ბურჟუაზიულ კათოლიკურ ატმოსფეროში დაიბადა, რადგან ნუ გასაგებია, რომ ლაკანი მთელი ცხოვრება სადღაც წინააღმდეგობას გაუწევს ბურჟუაზიულობასაც და კათოლიციზმსაც. უფრო მეტიც, მან ძალიან პრესტიჟული განათლება მიიღო სტანისლას იეზუიტთა კოლეჯში. და აქ უკვე ზიგმუნდ ფროიდთან საერთო ნიშანთვისება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოანალიზისთვის, ეს არის ბერძნული ენის ცოდნა. მათ იცოდნენ ლათინურიც, ფროიდმაც და ლაკანმაც. ეს შესანიშნავია. მაგრამ რა თქმა უნდა, ძველი საბერძნეთის ისტორია, ათენი, ძველბერძნული ენა, ძველბერძნული ტრაგედია. და ამ ყველაფერს ის უკვე მოზარდობის ასაკში ხვდება. უფრო მეტიც კოლეჯში ის დეკარტის რაციონალიზმით იქნება გატაცებული. და ესო, როგორ მნიშვნელოვანია. იმიტომ, რომ თუ გვინდა გავიგოთ ის რევოლუცია, ის გადატრიალება, რომელიც ზიგმუნდ ფროიდმა მოახდინა ადამიანურ სუბიექტზე წარმოდგენაში, მაშინ დეკარტის გარეშე ვერაფერს ვიზამთ, იმიტომ, რომ ფაქტობრივად ფროიდმა დეკარტისეული სუბიექტი ამოატრიალა. და როცა, ლაკანი სადღაც 16, 17, 15 წლის იყო, ის უკვე უბრალოდ გაჟღენთილია ამ კორტეზიანული რაციონალიზმით. ეს სუპერმნიშვნელოვანია, არა? თუ გვინდა ლაკანის გაგება, მაპატიეთ, დეკარტის მეთოდის მსჯელობის გარეშე ვერაფერს ვიზამთ. მეორე ფიგურა, რომელსაც ის კოლეჯში ხვდება, არის სპინოზა. მე მას ყოველთვის ვახსენებ, რადგან ფსიქოანალიზი ეთიკაა ლაკანისთვის. სპინოზა კი ეთიკის ავტორია და ცნობილი მომენტი, რომელიც ხშირად ჩნდება, არის ის, რომ ჟაკ ლაკანმა როცა 14 წლის იყო, უბრალოდ დახაზა სპინოზას ეთიკის მთელი სტრუქტურის სქემა და ისეკიდა მის ოთახში. რა საოცარია. იცით, რატომ დავიწყე ასეთი აღფრთოვანებით საუბარი? იმიტომ, რომ მე მიყვარს სპინოზა. მე ხშირად, ვკითხულობ, ასე ვთქვათ, ეთიკას, მაგრამ ხალხო ჩემთვის ეს ლაკანზე უფრო რთულია და ვერც კი წარმომიდგენია, როგორ შეიძლებოდა 14 წლის ასაკში მართლაც შემოგეღწია, გაჟღენთილიყავი ამ სულით. შესაბამისად, კოლეჯის შემდეგ აქაც ფროიდთან საერთო ნიშანთვისებაა. ლაკანი აღმოჩნდება სამედიცინო ფაკულტეტზე, მაგრამ ისევე როგორც ფროიდს, აინტერესებდა ზოგად ჰუმანიტარული საკითხები, თუ რა არის ადამიანი, ასევე ლაკანსაც თავისი მომზადებით, თავისი სპინოზათი და დეკარტით მედიცინის შესწავლა არც ისე ადვილი იყო, რადგან მედიცინა მაინც პირველ რიგში ადამიანის სხეულს უკავშირდება. თუმცა გასაგებია, რომ შემდეგ ლაკანი ის ძალიან დიდ ხანს სწავლობდა, მაგრამ ესეც გასაგებია, რომ მედიცინა ადვილი გზა არ არის. ხო და 26 წელს მან დაიწყო ფსიქიატრიაზე სპეციალიზაცია. არც ფროიდი და არც ლაკანი არ იყვნენ მედიცინით და ფსიქიატრიით შეპყრობილნი. ცხადია, ორივე ძალიან შორს წავიდა სამედიცინო პრაქტიკიდან და მით უმეტეს ფსიქიატრიიდან. მაგრამ სინამდვილეში არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც სუპერმნიშვნელოვანია ლაკანისთვის და მას ჰქვია გაეტან გასენ დე კლერამბო. ეს ლაკანის მასწავლებელია, რომელმაც მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო ფსიქიკური ავტომატიზმის თეორიის ჩამოყალიბება. ყველას, ვინც ცოტათი მაინც იცნობს ფსიქიატრიას, მე ცხოვრებაში ამას მუდმივად ხვდებოდი. ადამიანი შეიძლება საერთოდ თითქმის არაფერი იცოდეს ფსიქიატრიაზე, მაგრამ რატომღაც მან იცის კანდინსკი-კლერამბოს სინდრომი.
კანდინსკი მხატვარი კი არა, გამოჩენილი რუსი ფსიქიატრია, რომელმაც კლერამბოს გამოჩენილ ფრანგ ფსიქიატრს პარალელურად ჩამოუყალიბა ფსიქიკური ავტომატიზმის თეორია, რაზეც რამდენიმე სიტყვის თქმა უდავოდ ღირს, რადგან სინამდვილეში ის ფსიქოანალიტიკურ კითხვებს სვამს. მე არ მიკვირს, რომ ჟაკ ლაკანი, გაეტან გასენ დე კლერამბოს მოსწავლე, მაშინვე ფსიქოანალიზზე გადადის, იმიტომ რომ სწორედ ავტომატიზმი აჯადოებს მას. რა არის ეს ავტომატიზმი? იგულისხმება ის, რომ სუბიექტი თავს გრძნობს ავტომატად ან მარიონეტად, რომელსაც ვიღაც ათამაშებს, ვიღაც კომპიუტერი, როგორც დღეს ვიტყოდით, ათამაშებს ხელებსა და ფეხებს და მიუძღვება ამა თუ იმ მიმართულებით. საუბარი კონტროლზეა. დღეს ციფრულ კონტროლზე, მაშინ ანალოგურ კონტროლზე. კარგი. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც ფსიქიატრისგან ამ დიაგნოზს იღებს, ფსიქიკური ავტომატიზმის სინდრომს, ის ჩივის, რომ ვიღაც აკონტროლებს მას, ვიღაც ათამაშებს უხილავ თოკებს, ვიღაც ელექტროენერგიის ან სხვა მედიის საშუალებით ახდენს ზემოქმედებას და აიძულებს გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ადამიანს არ სურს. ანუ ჩვენ მარიონეტები ვართ, რომლებსაც სხვები აკონტროლებენ. აი იდეა, რომელიც კლერამბომ ლაკანს მიაწოდა. მაგრამ ფსიქოანალიზიდან ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ აზრი, რომელიც როგორც ჩანს, ჩვენ გვეკუთვნის და ჩვენ შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ეს ჩვენი აზრია. ოჰ, ჩემი აზრები მომპარეს. დაფიქრებულ ხართ შეკითხვაზე, საიდან მოვიდა ეს აზრი თავში? აი, ამ ეფექტს უკვე ფროიდი აღწერს, აზრის ობიექტივიზაციის ეფექტს. ის გარედან მოდის. ახლა ლაკანისგან და ფროიდისგან კიდევ ერთ იდეას დავამატებ. რას ნიშნავს, რომ ჩვენ სიტყვებს ვსწავლობთ? რას ნიშნავს, რომ ჩვენ ენას ვსწავლობთ? ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვესმის, როგორ საუბრობენ სხვები, უფროსები, საუბრობენ ერთმანეთში, საუბრობენ ჩვენთან, გვასწავლიან ასოებს, სიტყვებს, გვასწავლიან ენას. ბოდიში, მაგრამ როცა ჩვენ ენას გვასწავლიან, ჩვენ იდეებსაც გვასწავლიან. სიტყვები თავისთავად არ მოდის, სიტყვები უკვე ჩამოყალიბებული აზრებით მოდის სხვისგან. და გასაკვირი არაფერია. გამოთქმაში აზრები გარედან მომდის თავში. და ფაქტობრივად ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან სერიოზულ საკითხებზე ფსიქიკური მდგომარეობის თვალსაზრისით. ჩვენ ვსაუბრობთ ფსიქოზზე. თუ შიდა და გარე საზღვარი არ არსებობს, თუ მეჩვენება, რომ ყველაფერი, რაც ჩემს თავში ხდება, მთელ მსოფლიოში ხდება, ამას ჩვენ ფსიქოს ვუწოდებთ. თუ საზღვარი გარე და შიდა შორის რჩება, ანუ თავში მომდის რაღაც იდეები, მოსაზრებები და მე მესმის, რომ ისინი თავში მომივიდნენ და მათ არაფერი აქვთ საერთო მთელ მსოფლიოში რაიმე შეთქმულებასთან, მაშინ კარგი, მაშინ მე ყველაფერი რიგზე მაქვს. ამას ჩვენ ნევროს ვუწოდებთ. აი ეს არის ორი ძირითადი კატეგორია ფსიქიატრიაში და ფსიქოანალიზში. ფსიქოზი და ნევროზი. სხვა საქმეა, რომ თქვენ უკვე მიხვდით, რომ ფსიქოანალიზში ჩვენ მათ არც დაავადებებად ავიქვამთ. ფსიქოსაც კი, ფსიქიკური ავტომატიზმის სინდრომსაც კი არ ვუწოდებთ დაავადებას. მაშ, რაზე ვსაუბრობ ახლა საერთოდ, რომ არ დაიკარგოთ? მე ვსაუბრობ იმაზე, რომ ჟაკ ლაკანმა, სანამ ის ფსიქოანალიტიკოსი გახდებოდა, გაიარა ფსიქიატრიული მომზადება, ის სწავლობდა გამოჩენილ ფრანგ ფსიქიატრ გაეტან გასენ დე კლერამბოსთან, რომელმაც ჩამოაყალიბა ფსიქიკური ავტომატიზმის სინდრომი. და ეს სინდრომი გულისხმობს იმას, რომ თავს ვგრძნობ მარიონეტად, რომლითაც სხვა ადამიანები მანიპულირებენ. მე არ ვფიქრობ ჩემს აზრებს, ჩემი აზრები ჩემი არ არის. 1927 წელს ლაკანი იწყებს მუშაობას წმინდა ანას საავადმყოფოში. და იქ ის წარმოადგენს შემთხვევებს. იგულისხმება რომელიმე კლინიკური შემთხვევის განხილვა, რომელსაც წარმოადგენენ ფსიქიატრი და პაციენტი. მაგრამ მინდა სუპერმნიშვნელოვან რამეზე გავამახვილო ყურადღება. მე ახლა ემოციურად ვსაუბრობ, რადგან ეს მაღელვებს. პირველი მომენტი. ლაკანი არ ყვება დაავადების ისტორიას. ის დიალოგში შედის პაციენტთან და მას საუბრის საშუალებას აძლევს. ის მას სიტყვას აძლევს და მის საუბარს მხარს უჭერს. ანუ ამ სიტუაციაშიც კი ეს ფანტასტიკაა. ლაკანი ზუსტად ისე იქცევა, როგორც ფსიქოანალიტიკოსი. ის 26 წლისაა. ის ფსიქიატრია. მას ჯერ დისერტაციაც კი არ დაუცავს, მაგრამ ის იქცევა, როგორც ფსიქოანალიტიკოსი. ის სხვას აძლევს შესაძლებლობას, ბოლოს და ბოლოს, გული მოიოხოს. და მეორე მომენტი, რის გამოც ფაქტობრივად მე შეიძლება ითქვას გავცობდი კიდეც, არის ის, რომ ლაკანი შემთხვევის წარმოდგენას აუდიტორიასთან, სტაჟიორებთან, რომლებიც იქ სხედან, ექიმებთან, პროფესორებთან დიალოგით ასრულებს. ის განიხილავს შემთხვევას. ნუ და რატომ გავბრაზდი? მე გავბრაზდი იმიტომ, რომ ლაკანი არც დიაგნოზს სვამს და არც პროგნოზს. და გასაკვირი არ არის, რომ ლაკანს პირველ რიგში თავიანთად მიიჩნევენ არა ფსიქიატრიულ, არამედ ხელოვნების წრეებში. ლაკანი სიურრეალისტებმა მიიღეს როგორც ახლობელი. შესაბამისად, ლაკანს სხვა გზა გაეხსნა. გაკვირვება არ ღირს. თქვენ ალბათ იცით, რომ სიურრეალისტებმა ფროიდის დროშა, არაცნობიერის დროშა აღმართეს. ანდრე ბრეტონი ფროიდთან წერილებს ცვლიდა. და სიურრეალისტებისთვის მთელი ეს სიურრეალობის, რეალობის ზემოთ იდეა არაცნობიერს უკავშირდებოდა. რატომ სიურრეალიზმი? ჯერ ერთი, იმიტომ რომ სიურრეალიზმის ცენტრში დევს კონცეფცია ლამუფუ სიგიჟემდე სიყვარული, შეპყრობილობა, პარანოია. და როცა მე ვამბობ პარანოიას, აქ გასაკვირი არაფერია. სალვადორ დალი, ჟაკ ლაკანის მეგობარი, თავის მეთოდს უწოდებდა როგორც პარანოიდულ კრიტიკულს.
ახლა საერთოდ სუპერ საინტერესო მომენტი იქნება, რაზეც რამდენიმე წუთის წინ ვსაუბრობდით, ფსიქიკური ავტომატიზმის სინდრომზე. და ხომ მართლა სიურრეალისტები სწორედ არაცნობიერ წერილზე მუშაობდნენ, რომელსაც ისინი ავტომატურ წერილს უწოდებდნენ. ერთის მხრივ ჩვენ გვაქვს კლერ ამბო ფსიქიკური ავტომატიზმით, მეორეს მხრივ კი ანდრე ბრეტონი და ფილიპ სუპო თავიანთი ტექსტით მაგნიტური ველები, მაგალითად რომელიც ავტომატური წერით არის დაწერილი. უფრო მეტიც სიურრეალისტები 1928 წელს ავგუსტინას დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. ავგუსტინა ჟან მარტენ შარკოს პაციენტი იყო. ეს ისტერიის 50 წლის თავის დღესასწაულია. გესმით, ვის მხარეს არიან ისინი? ისინი ფსიქიატრიის მხარეს არ არიან. ისინი შარკოს დაბადების დღეს არ აღნიშნავენ, იმის ვინც წარმოუდგენლად იმოქმედა სიგმუნდ ფროიდზე. მოკლედ რომ ვთქვათ, სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან სიურრეალიზმია ლაკანის ირგვლივ. ლაკანის ორი ტექსტის ნახვა შეგვიძლია სიურრეალისტურ ჟურნალ მინოტავში. სწორედ იქ იწყებს ლაკანი გამოქვეყნებას 33 წელს. აქ უნდა გითხრათ შემდეგი. 1932 წელს ლაკანი იცავს დისერტაციას პარანოიაზე და სიურრეალისტები აღფრთოვანებით კითხულობენ მას. ეს დისერტაცია გამოქვეყნებულია და ისინი ლაკანს სთავაზობენ გახდეს მათი ავტორი. ლაკანი ამ კომპანიასთან, ბრეტონთან, დალისთან, ბუნიუელთან არ დაგთვირთავთ სახელებით, არა მხოლოდ მეგობრული, თეორიული კავშირებითაა დაკავშირებული, ის სიურრეალიზმთან ნათესაური კავშირებითაც კი არის დაკავშირებული. უდიდესი სიურრეალისტური მხატვრის ანდრე მასონისა და ჩვენი გმირის ჟაკ ლაკანის ცოლები დები იყვნენ, დები მაკლესები. რადგან ლაკანის დაქორწინებაზე დავიწყე საუბარი, ესეც საინტერესო მომენტია, რადგან ეს არა უბრალოდ დაქორწინება, არამედ ძალიან საინტერესო ადამიანზე დაქორწინება იყო, რომელიც მას ზოგად ფრანგულ კულტურაში ათავსებს. ნუ ჯერ ერთი ლაკანს პირველი ცოლი ჰყავდა, მარი ლუიზ ბლონდენი. ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა. ხოლო 38 წელს ლაკანი დაუმეგობრდა სილვია ბატაის და მას შემდეგ ისინი აღარ განშორებულან. სილვია ბატაი მანამდე იყო დიდი თეორეტიკოსის, მოაზროვნის და სიურრეალისტების მეგობრის და თანამგზავრის ჟორჟ ბატაის ცოლი. ჩვენი გმირის ცოლი მსახიობი იყო, ლაკანს კი თეატრიც წარმოუდგენლად უყვარდა. ფროიდისგან განსხვავებით, სხვათა შორის, მას კინოც შეუყვარდა და მაგალითები მოჰყავდა სხვადასხვა ფილმებიდან და კონკრეტულად წმინდა ანას საავადმყოფოში ლუის ბუნიუელის ფილმებს აჩვენებდა. საშინლად მომეწონა ეპიზოდი, როცა 1975 წელს სრულიად შემთხვევით ნიუ-იორკში, სასტუმროში ლაკანი და დალი შეხვდნენ ერთმანეთს. მათ ერთმანეთი ალბათ 40 წელი არ უნახავთ. დალი ნიუ-იორკში იყო გალასთან ერთად თავისი შემოქმედების რეტროსპექტივის გახსნის გამო. და შემთხვევით ისინი ლაკანს გადაეყარნენ, რესტორანში წავიდნენ, შემდეგ კი მიმტანები აღწერდნენ სასაცილო სცენას, რადგან ლაკანმა თქვა, რომ ყველაზე მეტად კვანძოვანი წერით იყო გატაცებული და დაიწყო მაგიდაზე დადებული ხელსახოცებისგან სხვადასხვა კვანძების შეკვრა. სალვადორ დალიმაც აიტაცა ეს საქმე. მოკლედ, წარმომიდგენია ამ ორი ექსტრავაგანტული ევროპელის წყვილი ნიუ-იორკში, რომლებიც კვანძების შეკვრით არიან დაკავებულნი. დასკვნის სახით მინდა ისტორიაში ოდნავ სიღრმეში წავიდე, რადგან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთი აზრის მოტანა თქვენამდე. სიურრეალიზმი დაიბადა, ჩემი აზრით, ხელოვნებაში ბევრად უფრო რადიკალური მოვლენის შემდეგ. გინდათ კამათეთ, გინდათ არა. ხელოვნების ყველაზე რადიკალური მიმართულების, დადაიზმის შემდეგ. და დადაიზმი ციურიხში 1916 წელს გაჩნდა. და ტრისტან ცარას ძალისხმევით, ლაკანი ამ კომპანიასაც იცნობდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს ფაქტობრივად ერთი კომპანიაა. ახლა არ მინდა ევროპული მოდერნიზმის, ავანგარდის ან ტრანსავანგარდის ისტორიაზე წაგიკითხოთ ლექცია. ჩემი მიზანი სულ სხვაა. დადაიზმზე საუბარი იმიტომ დავიწყე, რომ ხაზი გავუსვა, რომ ლაკანში ხედავ რამდენიმე მომენტს, რომლებიც ძალიან ახლოა. დიახ, დადა, ეს ყველაზე რადიკალური მცდელობაა, რომ რეალობის იქით გახვიდე, ენის იქით გასვლის მცდელობა. ანუ ლაკანისეული ტერმინებით რომ ვთქვათ, დადაისტების მიზანია რეალური საშინელება. შეგახსენებთ, რომ ეს პირველი მსოფლიო ომის წლები იყო, ყოველი შემთხვევისთვის. ამიტომ მთელმა ამ სისულელემ, საყოველთაო მილიტარიზაციამ და ასე შემდეგ, აიძულა მხატვრები დაფიქრებულიყვნენ სიტყვის მნიშვნელობაზე საერთოდ, ანუ დაინგრიათ ენის კედელი. იმიტომ რომ ეს აბსურდული, აბსოლუტურად უაზრო რეალობა არაფერ კარგს არ მოგვიტანს. ახლა დადაისტებზე საუბრობ ლაკანისეული ენით. ეს პირველი მომენტია. და მეორე მომენტი, რომელსაც ძალიან ვაფასებ და ამიტომ გიზიარებთ, არის ის, რომ დადაიზმი არა გათვლილი, რაღაც გათვლილი ხელოვნებაა. მოდი, დავგეგმოთ პროვოკაცია ან სხვა რაღაც სისულელე. სპონტანურობა და შემთხვევა დადასთვის ორი საკვანძო სიტყვაა. რომ გაიგოთ, რას უგულისხმობ. ყველაზე ბანალური, ყველაზე ცნობილი მაგალითია, როგორ იწერება პოეზია. ტრისტან ცარა იღებს, ამოჭრის გაზეთიდან სიტყვებს, ყრის ქუდში, ურევს, შემდეგ ამოაქვს, ბედს ემორჩილება და ამოღებული სიტყვებისგან ლექსებს აწყობს. ახლა არ ვამბობ, კარგი ლექსებია, ცუდი ლექსებია, ეს საერთოდ თემას არ ეხება. მე სხვა მომენტს ვუსვამ ხაზს, შემთხვევას. აქ მინდა ვთქვა, ზიგმუნდ ფროიდი რამდენჯერ გვეუბნებოდა, რომ ფსიქოანალიზი თითქმის ექსკლუზიურად ეხება აქციდენტურს. ფროიდს ვციტირებ, ანუ შემთხვევით. შემთხვევა. აი რა განსაზღვრავს ხშირად ჩვენს ცხოვრებას. აი რას აფასებს ასე ძალიან ფსიქოანალიზში ჟაკ ლაკანი. შემდეგი ლექცია იმაზე, თუ როგორ გადააწყო ლაკანმა ფროიდის ფსიქოანალიზი. საშინელი განსხვავება.
მინდა შეგახსენოთ, რომ ისეთი სიტყვები, როგორიცაა ავადმყოფი, ჯანმრთელი და შესაბამისად, მკურნალობის პროცედურის ცნება, ფსიქოანალიზში არ არსებობს. ამიტომ ლაკანი, როცა ფსიქიატრიას სწავლობს, ის უკვე პრინციპში ფსიქოანალიზის მხარეს გადადის და ლინგვისტიკას მიმართავს. და აქ მეჩვენება სრულიად გასაგებია რატომ. მე ახლა ხამ თქვი, რომ ფსიქოანალიზი მკურნალობით არ არის დაკავებული. ამავე დროს ფსიქოანალიზი ცდილობს ადამიანს დაეხმაროს მოიშოროს თავისი პრობლემები, ის რაც აწუხებს, რაც ხელს უშლის ცხოვრებაში. როგორ? მეტყველების მეშვეობით. შეგახსენებთ, რომ ფროიდი გვეუბნება, რომ ფსიქოანალიზში მეტყველების გარდა არაფერია. ჩვენ შევალთ ფსიქოანალიტიკოსის კაბინეტში, დავდგებით ფარდის უკან და დავაკვირდებით, რა ხდება. არაფერი არ ხდება სიტყვების გაცვლის გარდა. ისე კი ხანდახან ხდება, რომ ერთი საუბრობს, მეორე კი საერთოდ არაფერს ამბობს. უფრო მეტიც ხანდახან ორივე დუმს. მაგრამ დუმილი მეტყველების ნაწილია. ესეც ჩვენთვის გასაგებია. მაშასე ფროიდის დროიდან სიტყვა ფსიქოანალიზის ცენტრშია. და გასაკვირი არაფერია იმაში, რომ ლაკანი ლინგვისტიკას მიმართავს. 1891 წელს ჯერ კიდევ მანამ, სანამ ფროიდი ფსიქოანალიზს შობდა, ის მეტყველების თეორიით და მეტყველების აშლილობის თეორიით იყო დაკავებული. ის იხილავს რთულად შედგენილი მეტყველების აპარატის სხვადასხვა ელემენტებს, ხაზავს სქემებს. ლაკანი მიმართავს როგორც ფროიდს, ასევე ლინგვისტიკას. უფრო მეტიც ის მიმართავს იმას, რასაც სტრუქტურული ლინგვისტიკა ჰქვია, ფერდინანდ დე სოსიურის ნაშრომებს და პირველ რიგში მის ნიშნის თეორიას. ფერდინანდ დე სოსიური ამბობს, რომ ნიშანს ორი ელემენტი აქვს. ეს არის აღმნიშვნელი და აღსანიშნი. აღმნიშვნელი ფაქტობრივად სიტყვის ფორმაა. ეს არის სიტყვა ძაღლი, მაგალითად. ძაღლის სახე კი აღსანიშნია. და შესაბამისად აღმნიშვნელი ძაღლი აღსანიშნზე მიუთითებს. ლაკანი ამბობს, რომ აქ ორი ელემენტი არ არის მეგობრებო, არა მხოლოდ აღმნიშვნელი და აღსანიშნი, არამედ მათ შორის ხაზიც. ეს ხაზი ფაქტობრივად გადალახვადია მხოლოდ მეტაფორის მეშვეობით, ანუ ერთი აღმნიშვნელის მეორეზე გადაგზავნის მეშვეობით. ყოველთვის, როცა ლაკანი რამეს ისესხებს, ის აუცილებლად ცვლის, გადაამუშავებს, გადასინჯავს მას. ის იღებს ნიშნის კონცეფციას ლინგვისტიკიდან და გადააწყობს მას ფსიქოანალიტიკურ ყაიდაზე, როგორც მას მნიშვნელოვნად. მიაჩნია. ძალიან მინდა დავასახელო ლაკანის მეგობრის, გამოჩენილი ფრანგი ლინგვისტის ემილ ბენვენისტის სახელი. კიდევ უფრო მეტად მინდა დავასახელო უდიდესი ლინგვისტის სახელი, რომელიც მოსკოვში დაიბადა. ეს, რა თქმა უნდა, რომან ოსიპოვიჩ იაკობსონია. ლაკანი და რომან იაკობსონი არა მხოლოდ შეხვდნენ და ისაუბრეს, არამედ მართლაც დამეგობრდნენ და გავლენას ახდენდნენ ერთმანეთზე. და უფრო მეტიც, რომან ოსიპოვიჩ იაკობსონი თავად არის ფსიქოანალიზთან ახლო. და მისმა აფაზიის კვლევამ, ისევ ხედავთ მეტყველების აშლილობებმა, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა, რა თქმა უნდა, ლაკანზე. და მინდა კონკრეტული რამ გითხრათ. როცა ფროიდი არაცნობიერს იკვლევდა, მან დაადგინა ჩვენი ფსიქიკის მუშაობის ორი უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, არაცნობიერის მუშაობის ორი უმნიშვნელოვანესი მექანიზმი და უწოდა მათ ჩანაცვლება და შედედება, ანუ დეფორმაციის ორი ფორმა, რომლითაც არაცნობიერია დაკავებული, ის დეფორმირებს ჩვენს აზრებს, აკუმშავს მათ, გადააადგილებს მათ. და ამას ეძღვნება ფროიდის ოპუს მაგნუმ, სიზმრების განმარტება. ხოლო რომან ოსიპოვიჩ იაკობსონმა, ფროიდის სიზმრების განმარტების ხელახლა წაკითხვისას, შენიშნა, რომ არაცნობიერის მუშაობის ეს ორი მექანიზმი ძალიან ჰგავს ორ რიტორიკულ ტერმინს. მეტონიმიას და მეტაფორას. და სწორედ ამან იაკობსონის ამ აღმოჩენამ წარმოუდგენელი შთაბეჭდილება მოახდინა ლაკანზე. და ლაკანი 50-იანი წლების შუა პერიოდიდან დაწყებული, მართლაც უკვე ორ მექანიზმს ორ ტროპს უკავშირებს. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, შედედება ერთგვარ კრებით სახეს, რომელსაც სიზმარში ხვდებით, ლაკანი მეტაფორას უკავშირებს. ხოლო ჩანავლებაა, როცა საქმე გვაქვს იმასთან, რომ ნაწილი წარმოადგენს მთელს, მაგალითად, რა კამარი შემოგიკრავს, ფორმალურად საუბრობთ კამარზე, მაგრამ გულისხმობთ მთელ ადამიანს, ხშირად ირონიულად ან დამცინავად. ეს ჩანაცვლებაა. და ლაკანი იაკობსონის შემდეგ ხაზს უსვამს, რომ ჩანაცვლება არაფერია, თუ არა მეტონიმია. და ფსიქიკურ პროცესებს ლაკანი იწყებს ლინგვისტური ტროპების მეშვეობით აღწერას, რათა ჩვენ, ადამიანებმა, გავიგოთ, რომ ჩვენი ფსიქიკა მუშაობს მეტაფორებითა და მეტონიმიებით. ანუ ჩვენი სულიერი ცხოვრება მუშაობს ისე, როგორც ილია ჭავჭავაძე და ვაჟა ფშაველა ერთად და პოეტი და პროზაიკოსი გაერთიანდნენ ჩვენს თავში. მინდა შეგახსენოთ, რომ არაგერიოს მე ვსაუბრობ იმაზე, თუ როგორ იყენებს ლაკანი სხვადასხვა დისციპლინას იმისთვის, რომ გადააწყოს ზიგმუნდ ფროიდის მიერ აშენებული ფსიქოანალიტიკური შენობა. და პირველ რიგში გასაგებია მე შევჩერდი ენის მეცნიერებაზე, რადგან ფსიქოანალიზში ჩვენ საქმე გვაქვს ენასთან და მეტყველებასთან. მე მივდივარ უფრო შორს და სადღაც ძალიან მოკლედ, სადღაც ცოტა უფრო დეტალურად ვიტყვი ლაკანის სხვა დისციპლინებთან ურთიერთქმედებაზე. ლაკანი მიმართავს ლოგიკას, ფსიქოანალიზი კი თავისთავად გარკვეული ლოგიკაა. ის მუდმივად საუბრობს ლოგიკაზე. ის მუდმივად უსვამს ხაზს განსაკუთრებულ ლოგიკას და არისტოტელეს მიმართავს მიზეზების გამოსაძიებლად და ამ მიზეზების შედეგების მოსაძებნად. ანუ გასაგებია, რომ ლოგიკა შედეგისა და მიზეზის ცნების გარეშე ალბათ შეუძლებელია. ამიტომ მე მათზეც დავიწყე აქ საუბარი. ფაქტობრივად ფროიდი, როცა ასე ვთქვათ, აღმოაჩენს არაცნობიერს ან როცა იწყებს მის კონცეპტუალიზაციას, პირველ რიგში ის სხვა ლოგიკაზე მიუთითებს. ნუ მაგალითად, როცა ყოველდღიურ ლოგიკას ან ფორმალურ ლოგიკას ვიყენებთ, ჩვენ ვამბობთ ტერციუმ ნონ დატურ, ჩვენ ვამბობთ მესამე არ არსებობს. ან ახლა სტუდიაში ვარ სანქტ-პეტერბურგში, ან ჩემს მეგობართან ვარ მოსკოვში. მაგრამ სიზმარში ხომ ეს სავსებით შესაძლებელია.
მე შეიძლება გავივიძო და ვთქვა, იცით ვერ გავიგე, ან ჩემი მეგობარი აღმოჩნდა პეტერბურგის სტუდიაში თავისი მოსკოვის სახელოსნოთი ერთად, ან მე პეტერბურგის სტუდიასთან ერთად პირდაპირ მის სახელოსნოში შევედი. ანუ თუ ცხადში ვიყენებთ ლოგიკას, მესამე არ არსებობს, ან მაშინ ფროიდს შემოაქვს სრულიად განსხვავებული ლოგიკა, რომელსაც ის ლოგიკას დავდას უწოდებს, ანუ მე ვარ იქაც და იქაც. მოდი, კიდევ ერთ ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან. მე შეიძლება გავივიძო და ვთქვა, იცით ვნახე რაღაც უცნაური სიზმარი რაღაც ადამიანზე, რომელიც ვერც კი გავიგე ვინ იყო. ან ჩემს მასწავლებელს სერგეი სერგეევიჩს მაგონებდა, ან ჩემს სტუდენტს ნიკოლაის მაგონებდა, ან ჩემს მეგობარს ფიოდორს, ან ერთი, ან მეორე, ან მესამე. ისევ რაღაც არჩევანი გამოდის. რას გვეუბნება ფროიდი? ის ამბობს, ეს ხომ მეტაფორა, ეს ხომ შედედების მექანიზმია. ანუ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ერთი ადამიანიც, მეორე ადამიანიც და მესამე ადამიანიც. მოკლედ რომ ვთქვათ, ფსიქოანალიზი ლოგიკის გარეშე არ საწავა, რადგან საუბარია განსაკუთრებულ როგორც მიხვდით ლოგიკაზე. ამაში გასაკვირი არაფერია. მე მივდივარ უფრო შორს და გეუბნებით, რომ რა თქმა უნდა, ლაკანი უკვე ახლა ჩემს მონოლოგში სულ უფრო და უფრო რთული ხდება, რადგან აქ ლინგვისტიკა, აქ ლოგიკაა. ახლა კი დაამატეთ აქ, გთხოვთ, მათემატიკა. პირველ რიგში მათემატიკაში მას აინტერესებს ის სფერო, რომელსაც ტოპოლოგია ჰქვია. ამ ინტერესის დასაწყისი ისევ ფროიდთანაა. ფროიდი იწყებს ფსიქოანალიზის შექმნისას, მაშინვე ფსიქიკის მოდელირებას. ფსიქიკა ხომ ის არ არის, რაც ჩვენ შეგვიძლია თქვენთან ერთად გავკვეთოთ, დავდოთ მაგიდაზე, ხელით შევეხოთ, ხნოსოთ, მოვეფეროთ და ასე შემდეგ. ფსიქიკა ეფემერულია და ეს აბსტრაქციაა. და ამ აბსტრაქციის როგორმე დასაჭერად, ფროიდი იწყებს ფსიქიკის მოდელების აგებას. ის მათ ტოპიკას უწოდებს. და ამ ცნებას ის არისტოტელესგან იღებს და არა მის თანამედროვე მათემატიკოსებისგან. ტოპოლოგიური ფიგურის უმარტივესი მაგალითია რგოლი. კითხვა, რატომ? პასუხი, ჩემი აზრით, წმინდა ფსიქოანალიტიკურია, იმიტომ რომ რგოლი განასხვავებს შიდას და გარეს. აი ეს, ასე ვთქვათ, შიდასა და გარეს ოპოზიცია. ნუ თუ არა ცენტრალური, მაშინ ერთ-ერთი ცენტრალური ფსიქოანალიზში. ლაკანი მიმართავს მათემატიკას, მაგრამ ეს მიმართვა ფროიდის სწავლებამ გამოიწვია. მინდა განვმარტო, თორემ გაუგებარი იქნება. მოდით, აი ასეთი მაგალითი. ვფიქრობ, ჩვენ ყველასთვის გასაგებია გამოთქმა გარე სამყარო და ადამიანის შინაგანი სამყარო. და თუ მესმის, რომ ის რაც ჩემს თავში ხდება, შესაძლოა მე რაღაც მომესმა, მომეჩვენა, მე რაღაც მოვიგონე. თავში მომივიდა რაღაც აზრი, რომლის თქმაც სჯობს არავისთვის არ თქვა, რომ არავინ შეარცხვინო, ან არც შეაშინო. და ეს ჩემში თავშია. ნუ, კარგი. მერე გავერკვევით. არსებობს ჩემი სამყარო და არსებობს გარე სამყარო სავსე სხვა ადამიანებით და მე ამის შესახებ არავის ვეტყვი. რა ხდება, თუ ადამიანი არ არჩევს გარე სამყაროს შიდასგან, თუ ის რაც მას ეჩვენება ობიექტურად არსებულად სამყაროში. შესაბამისად, გარე და შიდა პრობლემატიკა სუპერმნიშვნელოვანია ფსიქოანალიზში. და ეს სწორედ ის პრობლემატიკაა, რომლითაც მათემატიკის სფეროს, სახელად ტოპოლოგია, არის დაკავებული. სუბიექტი მებიუსის ლენტია. ჯერ ერთი ეს ზედაპირია და ეს, ფაქტობრივად, უკვე ციტატაა ფროიდისგან. სუბიექტი ზედაპირია, რომელსაც ჩვენ სხვას ვაპროექცირებთ. მაგრამ ამის შესახებ უფრო დეტალურად მერე, როცა სარკის სტადიამდე მივალთ, მე ამ პროექციებზე და ზედაპირებზე ვისაუბრებ. მე უკვე ვისაუბრე ლინგვისტიკაზე, თქვი მათემატიკასა და ტოპოლოგიაზე, თქვი ლოგიკაზე. ახლა კი შესაძლოა გასაკვირი მომენტი. კიბერნეტიკა. ლაკანი 50-იანი წლების შუა პერიოდში გატაცებულია ახალი მეცნიერებით, სახელად კიბერნეტიკა, რომელიც ახლახან დაიბადა. და ლაკანი მაშინვე ახლოებს ამ ორ დისციპლინას, კიბერნეტიკას და ფსიქოანალიზს, ისევ სიტყვებისა და ასოების საფუძველზე. მხოლოდ ახლა პრინციპულ მნიშვნელობას თანმიმდევრობები იძენენ. როგორ იგება თანმიმდევრობები სიტყვებისგან? როგორ იგება თანმიმდევრობები ფრაზებისგან? როგორ იგება ფრაზები აბზაცში, ნუ და ასე შემდეგ. ანუ რა აწუხებს ლაკანს? ყურადღება ახლა იქნება ძალიან მარტივი და ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა ლაკანისთვის, მეტყველების ავტომატიზმი. თქვენ ხომ გესმით, არა, ალბათ, ახლა რომ მე არაფერს ვკითხულობ, რომ მე უბრალოდ სპონტანურად ვსაუბრობ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ავტომატურად ვსაუბრობ, მე თვითონ მთელი ცხოვრება მიკვირს ეს. და სწორედ ამ ავტომატ ადამიანს, რომელიც საუბრობს, ლაკანი შეისწავლის მთელი თავისი ცხოვრება. და ავტომატიზმზე ცალკე ვისაუბრებთ. აი ამ სამ დისციპლინას, ფსიქოანალიზს, კიბერნეტიკას და კვანტურ ფიზიკას, ლაკანი აერთიანებს ერთი სახელით, ფრანგულად სიანს კონიუგატივ. შეგვიძლია ეს თქვენთან ერთად ვთარგმნოთ როგორც ალბათობის მეცნიერებები. ფსიქოანალიზი არის მეცნიერება, რომელიც აგებულია ჰიპოთეზებზე, ვარაუდებზე, ალბათობაზე. მე ვგულისხმობ შემდეგს. როცა მე აღმოჩნდები ფსიქოანალიტიკოსის პოზიციაზე, როცა ვზივარ კაბინეტში, არა, იცით, მინდა ვთქვათ დიახ, და ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ცხოვრებაში, ხომ არ ვიცი რა ხდება ადამიანის თავში. ფსიქოანალიზიდან გამომდინარე, ჩვენ არც ის ვიცით რა ხდება ჩვენს თავში. როგორ შემიძლია ვუთხრა სხვა ადამიანს, მე ვიცი, რასაც ფიქრობ ახლა. ხუმრობით შემიძლია ასე ვთქვა. ხანდახან შეიძლება მივხვდე კიდეც, მაგრამ არა ფსიქოანალიზში, რა თქმა უნდა, გესმით, ამას ვგულისხმობ, ნუ ყოველდღიურ საუბარს. მაგრამ საერთოდ რისი ხაზგასმა მინდა ახლა, ფსიქოანალიზი ალბათობითი მეცნიერება, რადგან ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ მიახლოების გარკვეულ ხარისხზე, ალბათობის ხარისხზე ამა თუ იმ აზრებზე, ამა თუ იმ წარმოდგენებზე, რომლებიც ადამიანის თავში ხდება. ჩვენ არ ვიცით, ჩვენ ვარაუდობთ. ამიტომ კიბერნეტიკა და კვანტური ფიზიკა აღმოჩნდება უბრალოდ, ნუ ვიტყოდი სუპერმნიშვნელოვანი ლაკანისთვის დისციპლინები. ცალკე საუბარს იმსახურებს ანთროპოლოგია. ის აინტერესებდა ფროიდს. ის უდავოდ აინტერესებს ლაკანს, რადგან ფროიდი ცდილობს გაიგოს არა მხოლოდ სუბიექტის დაბადება, როგორ ხდებით სუბიექტები.
ალბათ უნდა შეგახსენოთ, რომ როცა ვამბობთ სუბიექტს, ჩვენ გულისხმობთ სწორედ მოლაპარაკე არსებას. ლაკანმა სხვათა შორის ამ მოლაპარაკე არსებისთვის ნეოლოგიზმი მოიგონა. აქ მინდა გითხრათ, რომ ლაკანი საერთოდ ნეოლოგიზმების ოსტატია, მას უამრავი აქვს. მეტყველება ფრანგულად პარლე, ხოლო არსება ყოფნა ფრანგულად ეთ. ლაკანი უბრალოდ იღებს ამ ორ სიტყვას და აკუმშავს, მეტაფორიზებს, აერთიანებს ერთში და გამოდის პარლეტრი. მოკლედ, ჩვენ ყველა პარლეტრი ვართ. ფსიქოანალიზის თვალსაზრისით ჩვენ მოლაპარაკე არსებები ვართ. ერთის მხრივ საუბარია ცალკე აღებულ ბრჭყალებში, ფსიქოანალიზში ასე თქმა არ შეიძლება, ცალკე აღებულ სუბიექტზე. ცალკე აღებული სუბიექტი არ არსებობს. სუბიექტი სხვებთან საუბრობს. სუბიექტი უდავოდ სოციალური არსებაა. ერთის მხრივ ჩვენ გვაინტერესებს, საიდან გაჩნდა ცალკე აღებული სუბიექტი. მაგრამ საიდან გაჩნდა ასეთი? ეს სხვათა შორის დედაჩემის კითხვაა. ვფიქრობ, ბევრ თქვენგან სმენია თავისი მშობლებისგან ან სხვისგან იგივე შეკითხვა. ის პირდაპირ ასე ჟღერს, ნუ საიდან გაჩნდა ასეთი? არის ზოგადი შეკითხვა, საიდან გაჩნდა დედამიწაზე ადამიანი? ეს კი ანთროპოლოგიის კითხვა, ანუ ჰომო საპიენსის წარმოშობის კითხვა, ავსტრალოპითეკების ჩამოყალიბების კითხვა, ადამიანთა მოდგმის ისტორიის შესწავლის კითხვა. ის აინტერესებდა ფროიდსაც და აღელვებს ლაკანსაც. და იქნებოდა, ნუ ძალიან უცნაური ლაკანს ანთროპოლოგიისთვის და ეთნოლოგიისთვის რომ არ მიემართა. აქ ფანტასტიკურად გიგანტური ფიგურაა ლაკანისა და რომან იაკობსონის კიდევ ერთი მეგობარი. გულისხმობ მთელი მე-20 საუკუნის უდიდეს ჰუმანიტარს კლოდ ლევი-სტროსს. და რა აღელვებს, ფაქტობრივად ლევი-სტროსს, კერძოდ პირველ რიგში ეს არის არაცნობიერის მუშაობა, ანუ როგორ აგებს აღმნიშვნელები ჩვენს ყოფნას. მას აინტერესებს ექსოგენია, ანუ როგორ სტრუქტურირდება ადამიანთა საზოგადოება. თუ ჯერ არ წაგიკითხავთ კლოდ ლევი-სტროსი, მისი ყველაზე მიმზიდველი წიგნები ბრაზილიურ ტომებს, ნამბიკვარებს ეძღვნება. ლევი-სტროსი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ამაზონიაში და დაწერა უამრავი კვლევა და პოპულარული წიგნი იმის შესახებ, რასაც იქ ხდებოდა. მაგრამ თქვენ უკვე მიხვდით, ლევი-სტროსს პირველ რიგში არაცნობიერი სტრუქტურები აინტერესებს. მრავალმნიშვნელოვან პაუზას ვაკეთებ, რადგან ასე ლაკანსაც შეეძლო ეთქვა. სინამდვილეში პარალელურად ძალიან მინდა, რომ წარმოიდგინოთ ეს ტრიო, ამ სამი მეგობრის. ნუ რა კომპანიაა? აი თქვენ 60-იანი წლები არა და უფრო ადრეც 50-იანი წლები. მე დღემდე უბრალოდ გაოგნებული ვარ. რა შესანიშნავია, რომ აზრის ასეთი გიგანტები და ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანები არა მხოლოდ ხდებოდნენ, არამედ ახლო მეგობრები იყვნენ. უფრო მეტიც, მათ კიდევ საერთო ასეთი ადამიანური ინტერესი ჰქონდათ, კოლექციონერული, თუ შეიძლება ასე ვთქვათ. ლაკანი ხელოვნების კოლექციონერი იყო. ლევი-სტროსი უკვე ვთქვი, მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა სამხრეთ ამერიკაში, ამაზონში და მას ჰქონდა ფანტასტიკური კოლექცია ნიღბების. და მან ლევი-სტროსისგან იყიდა თავისი კოლექცია ლაკანმა. მე დავიწყე თქვენთან სტრუქტურულ ანთროპოლოგიაზე საუბარი. სინამდვილეში ფურორი მოახდინა სტატიამ, რომელიც ლევი-სტროსმა 40-იანი წლების ბოლოს დაწერა. და მას ჰქვია ნათესაობის სტრუქტურები. ანუ ხშირად ჩვენი ცხოვრების გზა ნათესაობის თვალსაზრისით, ანუ ვისე გავთხოვდებით, ვისე დავქორწინდებით, ნაწინასწარმეტყველებია ჯერ კიდევ ჩვენს დაბადებამდე. ნუ დღევანდელ დასავლურ სამყაროში გასაგებია, რომ ეს შორსაა სინამდვილისგან, ხოლო ტრადიციულ კულტურებში, დიახ, სავსებით შეგიძლიათ თავად წარმოიდგინოთ ეს. შესაბამისად, კლოდ ლევი-სტროსი დაკავებულია არაცნობიერის საკითხებით, პირველ რიგში სწორედ ნათესაობის სტრუქტურებით. მაგრამ ამავე დროს ქოხებიც კი ტერიტორიაზე არა უბრალოდ გაფანტულია, ისინი შენდება არაცნობიერი ლოგიკის შესაბამისად. აი რა აღმოაჩენს ასევე კლოდ ლევი-სტროსი. გაუთავებელი საუბარია ამ არაცნობიერ სტრუქტურებზე. ნუ ფილოსოფიაზე დუმილი შეუძლებელია, რა თქმა უნდა, რადგან ფილოსოფია რამდენიც არ უნდა ლანძღოს იგი ლაკანმა და ის მას ლანძღავს, ის მაინც ფსიქოანალიზთან ახლოა. აქაც, ნუ ასეთი რთული დიალექტიკური კონსტრუქციაა. ერთის მხრივ ლაკანი მუდმივად მიმართავს ფილოსოფოსებს. მინდა ვთქვა, იცით, ბავშვობიდან, იმიტომ რომ სპინოზას მიმართავს. ნუ თუ არა ბავშვობიდან, მაშინ მოზარდობის ასაკიდან სასაცილოდ ჟღერს. ლაკანი 14 წლის იყო, როცა უკვე სპინოზა შეუყვარდა. ანუ ერთის მხრივ ლაკანი ფილოსოფოსებს მიმართავს, მინდა ვთქვა პრესოკრატელებს, რომლებსაც ფროიდიც მიმართავდა. მაგრამ ამავე დროს მინდა ახლავე ვთქვა, რომ ლაკანი ფილოსოფოსი არ არის. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მინდა ლაკანის დაცვა ფსიქოანალიზისთვის. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ლაკანი ამბობს, რომ ფილოსოფია ლაკანისთვის სხვა ტიპის მსჯელობაა საერთოდ. ლაკანი თავის თავს ანტიფილოსოფოსს უწოდებდა, ანუ მეორე მხარეს. ის ფილოსოფიის წინააღმდეგია, უბრალოდ რომ ვთქვათ. და შემდეგ მინდა, ნუ ალბათ, ვთქვა, რომ ლაკანისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია სპინოზის გარდა კირკეგორი, ნიცშე. მაგრამ ესენი ისეთი ფილოსოფოსები არიან. თუ ახლა ფილოსოფოსები მისმენენ, ისინი შესანიშნავად ხვდებიან, რომ სპინოზა მარგინალია ფილოსოფიის სფეროზე, რომ ნიცშე საერთოდ ფილოლოგია არ ანაკლებ, ვიდრე ფილოსოფოსი. და კირკეგორიც, ნუ ასეთი ძალიან ცალკე. მდგომი ფილოსოფოსია, ან როგორც უფრო მომწონს თქმა, მოაზროვნეა. კირკეგორის შესახებ მინდა მხოლოდ ის ვთქვა, რომ კირკეგორის გამეორების კონცეფცია სუპერმნიშვნელოვანი იქნება ლაკანისთვის. მარტინ ჰაიდეგერი. აი ვისი დასახელებაც მინდა. და არა უბრალოდ ვთქვა, რომ, ნახეთ, ხალხო, რა შესანიშნავია, რა მაგარია, რომ ორმა ასეთმა გენიალურმა მოაზროვნემ, როგორიცაა ფსიქოანალიტიკოსი ლაკანი და ფილოსოფოსი მარტინ ჰაიდეგერი, არა მხოლოდ შეხვდნენ, არამედ დამეგობრდნენ. და ცნობილი ამბავია იმის შესახებ, თუ როგორ ასეირნებდა ლაკანი ჰაიდეგერს თავის მანქანაში, რის შემდეგაც ჰაიდეგერმა თქვა, რომ აღარასოდეს ჩაჯდებოდა მანქანაში, იმიტომ რომ ლაკანს სიჩქარე უყვარდა. მარტინ ჰაიდეგერი ენის ფილოსოფოსია. ისიც ფილოსოფოსია, რომელიც ხვდება, რომ პრობლემები სხვადასხვა ფილოსოფიურ სისტემებს შორის, ადამიანებს შორის, ცნებებს შორის პრობლემები გამომდინარეობს სიტყვების სხვადასხვა მნიშვნელობიდან, იმის გამო, რომ სიტყვების მნიშვნელობა იცვლება, იმის გამო, რომ ჩვენ სიტყვებში გათხრები უნდა ჩავატაროთ.
და აქ პაუზას ვაკეთებ, რომ თქვა ფაქტობრივად ფროიდიც, ლაკანის და ჰაიდეგერის ხვდებიან, აი ეს სამი, ფროიდი, ლაკანი და ჰაიდეგერი, ხვდებიან, რომ თუ გვინდა გავერკვევთ დღევანდელ სუბიექტში, მე 20 საუკუნის სუბიექტში, დღევანდელში, გულისხმობ ფროიდის, ლაკანისა და ჰაიდეგერის თანამედროვეს და არა ჩვენს, თუ გვინდა გავერკვევთ ფსიქიკაში, სუბიექტში, ჰომო საპიენსის ჩამოყალიბებაში, მაშინ ჩვენ ძველ საბერძნეთს უნდა მივმართოთ. აი ფაქტობრივად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სურათი, აკროპოლისი. და მის წინ დგანან სამი, ჰაიდეგერი, ლაკანი და ფროიდი. მათთვის ძველი საბერძნეთი, რა თქმა უნდა, ადამიანის დღევანდელი აზრის სათავეა. უფრო მეტიც ლაკანი პირდაპირ დააკავშირებს და ეს გასაკვირი არ არის ფროიდის შემდეგ ძველბერძნულ ტრაგედიას და ფსიქოანალიზს. ფსიქოანალიზი რაღაც გაგებით ლაკანისთვის ძველბერძნული აზრის გაგრძელება იქნება. და მე ალბათ შეგნებულად ლაკანისთვის ყველაზე გავლენიანი ფილოსოფოსი კადრის გარეთ დავტოვე. აი ახლა ჩვენ მას კადრში შემოვიყვანთ. ეს არის გერმანელი ფილოსოფოსი ჰეგელი. გამარტივებულად შემეძლო მეთქვა ასე, ლაკანი ეს არის ფროიდი პლუს ჰეგელი. ჰეგელი მართლაც ფანტასტიკურად მნიშვნელოვანია ლაკანისთვის. და თავს ვერ შევიკავებ, რომ არ გითხრათ ჩემს მეგობარსა და კოლეგას სლავოი ჟიჟეკზე დაყრდნობით, რომ ჰეგელი ლაკანია ლაკანამდე. ხან ვამბობთ ანტიფილოსოფიაზე, ხან ვამბობთ, რომ ლაკანი თავს ესხმის ფილოსოფიას და უცებ ვიღებთ ყველაზე, ასე ვთქვათ, სამაგალითო საჩვენებელ ფილოსოფოს ჰეგელს და ვამბობთ, აი ის ლაკანისთვის სუპერმნიშვნელოვანია. რას წარმოადგენს ფსიქოანალიზი? ისევე როგორც ნებისმიერი სხვა დისციპლინა, პირველ რიგში ეს თავისი ლექსიკონია არა. ანუ როცა ვამბობთ ფიზიკას, მაგალითად ვიწყებთ საუბარს გრავიტაციის კანონზე. თუ მივმართავთ იქ კვანტურ ფიზიკას, მაშინ ვიწყებთ საუბარს ტალღებზე, ნაწილაკებზე. თუ მივმართავთ ფსიქოანალიზს, ვიწყებთ საუბარს განდევნაზე, არაცნობიერზე, გადატანაზე, ლიბიდოზე და ასე შემდეგ. და იცით, ახლა ცოტა უხერხულად გრძნობ თავს, მაგრამ დიდი ხანია ფსიქოანალიზით ვარ დაკავებული და შემხვედრია ადამიანები, რომლებიც იღებენ ამ სიტყვებს და უბრალოდ ჟონგლიორობენ მათით როგორც ბურთებით. და ლაკანმა ეს იცის. და თავის პირველ სემინარებში ის სწორედ ამბობს, რომ მთავარი მის მიდგომაში ფროიდთან არის არ უბრალოდ იმ ცნებების გამოყენება, რომლებსაც ფროიდი იყენებს, ანუ ისევ გადატანა, არაცნობიერი ლიბიდო, სექსუალობა და ასე შემდეგ. მთავარია პრინციპები, რომლებიც აწყობენ ურთიერთობებს ამ ცნებებს შორის. და ლაკანი თავად უსვამს საკუთარ თავს კითხვას, და რა პრინციპებია ეს, და მისი პასუხი სულ ერთი სიტყვა, დიალექტიკა. აი ასე მივედით თქვენთან ერთად ჰეგელთან, რადგან ჰეგელი დიალექტიკის მწვერვალია. ფაქტობრივად მე ვიტყოდი შემდეგნაირად. ფროიდს უკვე შესანიშნავად ესმოდა, რომ ფსიქოანალიზი ნაწილობრივ აგრძელებს დიდმა დიალექტიკოსმა ძველი საბერძნეთიდან სოკრატემ დაწყებულ ტრადიციას. და ფროიდი განსაკუთრებით ჰეგელს არ მიმართავს, ხოლო ლაკანი გამოდის ჰეგელის შემდეგ მოდის. აქ არავითარი წყვეტა არ არის. კიდევ ერთხელ ხას გავუსვამ, ფსიქოანალიზი დიალექტიკაა. ნუ ნერვიულობთ, ჰეგელით არავის არ დავტვირთავ. უბრალოდ მინდა როგორმე უფრო გასაგები გავხადო ეს საკითხი. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ დიალექტიკა და დიალოგი ძალიან ახლო ცნებებია. ანუ დიალექტიკა ორის საუბარს გულისხმობს. ის შეიძლება ერთ თავში ხდებოდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში მე სოკრატზე ვფიქრობ. ის, რაც ვიცით, ბევრად აღემატება ჩვენში იმას, რაც ვიცით, რომ ვიცით. ანუ ჩვენს სულში არის ის, რაც ჩვენთვის დახურულია, რაც გაუცხოებულია. პლატონისთვის, რომელიც სოკრატეზე წერს, ეს აღდგენა გახსენებაში მდგომარეობს. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ცოდნა გავიხსენოთ. ნუ ფაქტობრივად ფროიდსაც აქვს მსგავსი თეორია, როცა საუბრობს განდევნილის გახსენების აუცილებლობაზე, იმიტომ რომ ეს განდევნილი ხელს გვიშლის ცხოვრებაში, რაღაც გაგებით გვაწვება, შეიძლება ასე ითქვას. შესაბამისად ხედავთ, დიალექტიკაზე საუბრის დაწყებისთანავე დავიწყე საუბარი დიალოგზე, ერთის მხრივ, ხოლო ფსიქოანალიზი, თქვენ შესანიშნავად ხვდებით, რომ პირველ, მეორე, მესამე, 23 რიგში დიალოგია. კაბინეტში ორი ადამიანია, ისინი საუბრობენ, მათ შორის არის დიალოგოს. და პრინციპული მომენტი მდგომარეობს, როგორც ახლა ხაზი გავუსვი იმაში, რომ ჩვენ არ ვიცით ის, რაც ვიცით. შემდეგ სხვათა შორის სოკრატესა და ფროიდს შორის რა თქმა უნდა უკვე ცხადია განსხვავება, ისინი სხვადასხვა კონცეფციას ეკუთვნიან, რადგან სოკრატე საუბრობს ეიდოსებზე, მარადიულ იდეებზე, აბსოლუტზე, რომელსაც ჩვენ ვცდილობთ გავიხსენოთ. არ აბსოლუტს, რა თქმა უნდა, არამედ რაღაც იდეებს. ხოლო ფროიდის ლაკანთან ერთად ისაუბრებს არაცნობიერის იდეის გახსენებაზე. ანუ აქ საქმეა დიალოგის წარმართვაში, რომელშიც ერთი არ ეუბნება მეორეს, არამედ ცდილობს დაეხმაროს მას გახსენებაში. აი ეს არის პრინციპული მომენტი. ანუ სოკრატე არა უბრალოდ მასწავლებელია, ეს არა უბრალოდ ცოდნის გადაცემაა. ნუ თითქოს ადამიანი მოვიდა და გასცემს, როგორც დღეს მოსწონთ თქმა რაღაც ინფორმაციას. არა, მსგავსი არაფერია. სრულიად განსხვავებული კონსტრუქცია, უხეშად რომ თქვაც სხვისგან ცოდნის ამოღება, დახმარება მას რომ გაამჟღავნოს თავისი საკუთარი ცოდნა და არა მისთვის თავისი ცოდნის მიცემა ან თავს მოხვევა ამ დიალოგში, ამ საუბარში. ამიტომ ყველაფერი, რასაც ახლა ვამბობ, არის მცდელობა ვთქვა იმაზე, რომ საერთოდ დიალექტიკა ფსიქოანალიზში ლაკანამდეც და ლაკანის გარდა არსებობდა. მაგრამ რას აკეთებს ლაკანი? ხდება რომ საჭიროა ამ ყველაფრის წინა პლანზე გამოტანა, ფროიდისეული დიალექტიკის ან ფსიქოანალიზის დიალექტიკის ხაზით. ის მიმართავს უკვე არა მხოლოდ სოკრატეს და არა იმდენად სოკრატეს, რამდენადაც ჰეგელს. 30-იან წლებში ის ისმენდა კოჟევის ლექციებს ჰეგელზე. სულის ფენომენოლოგიაზე. ამასთანავე, წინა პლანზე მას ჰქონდა მონისა და ბატონის დიალექტიკა. საუბარია ფაქტობრივად ცნობიერებაზე, თუ არ საუბრობთ თვითცნობიერებაზე. და აქ ჩნდება სხვისი ფიგურა. ცენტრალური ცნება ალბათ ლაკანისთვის, რომელსაც ის კოჟევის ლექციებიდან ამოიღებს ჰეგელზე, ეს არის აღიარება. აი აქ ფროიდი და ჰეგელი ერთმანეთს ემთხვევიან, რადგან სხვის გარეშე არაფერი გამოვა. არც დიალექტიკაში და არც ფსიქოანალიზში. ჩემი არსებობა სხვის აღიარებას მოითხოვს. მაგრამ როცა მე ვიღებ სხვისგან აღიარებას იმაში, რომ მე ვარსებობ. გამოდის რომ ის სხვა ვინც მე მაღიარებს არავინ არის, თუ არა ჩემი არსებობის ბატონი. მე კი ამ ბატონის მონა ვარ. საქმე იმაშია, რომ ფსიქოანალიზში საუბარია უფრო არა ონტოლოგიაზე, ყოფნაზე, არა არსებობაზე, არამედ სურვილზე. ანუ მსურველი სუბიექტი, აი, ჩვენი სუბიექტი ან სურვილის სუბიექტი, თუ გნებავთ.
და როცა სურვილზე ვსაუბრობთ, აქ ძალიან გვეხმარება ჰეგელი თავისი დიალექტიკით და ამაღიარების იდეით. რა მინდა, როცა ნაკინს ვითხოვ? ახლა წარმოვიდგინე ბავშვი, რომელიც დედას ნაკინს სთხოვს. და აი, ჩემს თავში ასეთი სცენა ჩნდება. დე, გთხოვ, ნაკინი მიყიდე. მე ძალიან მინდა ნაკინი. დედა კი ამბობს, კარგი, მაგრამ ახლა არა. ჯერ ვისადილებთ, თორემ მადას გაგიფუჭებს. მე ვაგრძელებ ფანტაზიას. კარგი, ვისადილეთ და დედა ამბობს, ახლა უკვე შეიძლება ნაკინი გიყიდო. და აქ რაღაც უცნაური ხდება, მე უკვე აღარაფერი მინდა. რატომ გამოდის ასე ხშირად, რომ გვინდა რაღაც საგანი, ობიექტი, თითქოს მასში ვიტალური აუცილებლობაა და ძალიან ვითხოვთ მას და ძალიან, შემდეგ კი ხშირად, როცა გვთავაზობენ, უკვე გვიანი აღარ მჭირდება ეს. დიალექტიკური იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ჩვენი მოთხოვნილება გადის იმავე ენაზე ჩვენ სუბიექტებად, პალეტებად, მოლაპარაკე არსებებად და იქცევა სხვა რამეც სურვილად. მოთხოვნილებები და სურვილები განსხვავებული რამაა. და როცა მე გამოვთქვამ სურვილს, მაგალითად, მე მინდა ნაკინი, რა მინდა? მოდიან ჰეგელი, ფროიდი ლაკანთან ერთად და სამივე ამბობს, მე მინდა რომ ჩემი სურვილი აღიარონ. საქმე არა ობიექტში, არამედ ჩემი სურვილის აღიარებაშია. მე კი უფრო შორს მივდივარ და ვამბობ, საქმე ჩემი არსებობის აღიარებაშია. ამიტომ დიალექტიკა ლაკანისთვის არა უბრალოდ მნიშვნელოვანი, არამედ სუპერმნიშვნელოვანია. უბრალოდ იმიტომ, რომ საუბარია ამ სურვილ არსებაზე. ჯერ ერთი და იმიტომ, რომ საუბარი არასოდეს არ არის ცალკე აღებულ სუბიექტზე. ეს საერთოდ აკრძალული სიტყვად შეთანხმებაა. ხუმრობით ვამბობ, რა თქმა უნდა, მაგრამ ცალკე აღებული სუბიექტი არ არსებობს. ვფიქრობ, თუ უკვე გაიცანით ფროიდს, მაშინ იცით საკვანძო ფორმულა, რომელიც ლაკანისთვის არქიმნიშვნელოვანი იქნება. ეს ფორმულა არ არსებობს სუბიექტის ხვის გარეშე. ეს ფროიდისეული მიდგომაა. მას ასე, როცა დიალექტიკაზე ვსაუბრობთ, ჩვენ გვესმის, რომ ეს დიალექსისია, რომ ეს ორი საუბარია, რომ ეს დიალოგია, მაგრამ ჩვენ ასევე გვესმის, რომ სხვა ყოველთვის ჩვენთანაა. ანუ მაშინაც კი, როცა მარტო ვარ, შემიძლია დიალექტიკას მივცე თავი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ შეგვიძლია თქვენთან ერთად ვთქვათ, რომ დიალექტიკა განსაკუთრებული ფორმაა, თუ გნებავთ. შემდეგ ლექციაზე განვიხილავთ ლაკანიშვილის ძირითად თეორიას. ეს დისკურსი სუპერმნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან შეგახსენებთ, ისტერიკი ფსიქოანალიზში არის ადამიანი, რომელიც კითხულობს, ვინ ვარ მე? კერძოდ, კითხულობს, ვინ ვარ მე, მამაკაცი თუ ქალი? დღევანდელ სამყაროში ეს კითხვა კიდევ უფრო რთული გახდა, რადგან სქესი დაიშალა. მას ასე, რაზე ვსაუბრობთ? იმაზე, რომ მესამე დისკურსი სოციალური კავშირების მესამე ტიპი, ისტერიული დისკურსია. ისტერიკი კი გვახსოვს თავად არასოდეს არ იკავებს ბატონის პოზიციას, მაგრამ მას უყვარს სხვისი ბატონის პოზიციაზე დაყენება, მისი ყოვლის მცოდნეობით, ყოვლის შემძლეობით დაჯილდოება, შემდეგ კი მისი ჯანდაბაში გადაგდება ამავე კვარცხლბეკიდან, მისი დამხობა. რატომ ვსაუბრობ ისტორიულ დისკურსზე? იმიტომ რომ ის მიგვიყვანს მეოთხე დისკურსთან, ფსიქოანალიტიკურთან, რომელიც სიგმუნდ ფროიდმა მოიგონა. და აი აქ პაუზას ვაკეთებ, რადგან ძალიან მინდა თქვენამდე მივიტანო ის, რომ ლაკანი ძალიან არასასურველად საუბრობს უნივერსიტეტზე. უნივერსიტეტულ დისკურსზე, რადგან ის ფსიქოანალიტიკოსია. ის თავს არ მიიჩნევს ლექტორად, ფილოსოფოსად, უნივერსიტეტელად ან სხვად. ის ფსიქოანალიტიკოსია. ის ფსიქოანალიტიკურ დისკურსს ეკუთვნის. რა არის ამ დისკურსის თავისებურება? იმაში, რომ ფსიქოანალიტიკოსი არის ადამიანი, რომელიც ურთიერთობაში შედის ისტერიკთან. ისტერიკი არის ადამიანი, რომელიც კითხულობს, ვინ ვარ მე? ფსიქოანალიტიკოსი კი არის ადამიანი, რომელიც მოწოდებულია ამ კითხვაზე არ უპასუხოს მას, ხარი დაუჭიროს ამ კითხვას და დაეხმაროს პასუხების ძებნაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახლა ლაკანის სიტყვებით ვიტყვი. ფსიქოანალიტიკური დისკურსი. ეს არის ფსიქოანალიტიკური ეთიკის დისკურსი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეთიკის, რომელშიც ფსიქოანალიტიკოსი არ ასამართლებს სხვას, არ გამოაქვს განაჩენი, არ იკავებს ცოდნის პოზიციას, ანუ ბატონის. თითოეული თავად წყვეტს როგორი ცხოვროს. ჩვენ კი, ფსიქოანალიტიკოსები, მხოლოდ ძებნაში ვეხმარებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ მეტყველებას, ჩვენ მხარს ვუჭერთ სუბიექტს, ჩვენ ვეხმარებით მას მოძებნოს პასუხები კითხვებზე. ვინ ვარ მე? საიდან ვარ? სად მივდივარ? რა მინდა და როგორ ავაშენო ჩემი საკუთარი ცხოვრება? ფსიქოანალიტიკური დისკურსი არის ფსიქოანალიტიკოსის დისკურსი, რომელსაც ლაკანი უწოდებს სუბიექტს, რომელიც თითქოს და იცის, ფრანგულად sujet prézesua. პრინციპული სიტყვა, თითქოს და ანუ სავარაუდოდ მცოდნე. მეხუთე თეორია, რაზეც მინდა ვისაუბრო, არის დროის თეორია. ლაკანი, როცა დროზე საუბრობს, ის საუბრობს არა ქრონოლოგიურ, არამედ ლოგიკურ დროზე, ლოგიკური დროის ტაქტებზე. და ეს სუპერრთული საკითხია საერთოდ. სივრცის მისი ორგანიზების საკითხი და ტემპორალობის საკითხი, დროის საკითხი, საკითხი იმისა, რომ დრო როგორც ჰაიდეგერი იტყოდა, მომავლიდან დროის შეგრძნებაა. სინამდვილეში კი ეს საკითხია, რომელიც ფროიდმა აღნიშნა ცნებით, ნახტრეგლიხ, ანუ შემდგომი მოქმედება. მე კი ამ საკითხთან დაკავშირებით მინდოდა მეთქვა, რომ თეორია და პრაქტიკა ფსიქოანალიზში განუყოფელია. და ლაკანი არის ადამიანი, რომელთანაც ანალიზანტები მოდიან, ადამიანები მოდიან ანალიზში. და რითი გახდა ლაკანი ცნობილი? მოკლე სეანსებით. ფროიდი ამბობს, თითოეულ პაციენტს 1 საათს უთმობ. ფროიდისგან განსხვავებით, ლაკანი არ არის ორიენტირებული ქრონოლოგიურ დროზე, ის ორიენტირებულია ლოგიკურ დროზე. და ვეცდები ცოტა განვმარტო ეს. სუბიექტი არის მოლაპარაკე სუბიექტი და ეს არის არაცნობიერი სუბიექტი. შესაბამისად, ადამიანი მოდის ჩვენთან ანალიზში, ის სრულცნობიერებაშია, ის წვება კუვერკაზე, ის იწყებს საუბარს და არაცნობიერი იწყებს მისგან დრო და დრო გარღვევას. ანუ რაც უფრო ნაკლებად აკონტროლებს ადამიანი თავის თავს, მით უფრო ხშირად ხვდებით ამ არაცნობიერი სუბიექტს. და აი, ის ახლა განვმარტავ ლაკანის იდეა. მას ასე ფროიდი ამბობს, არაცნობიერმა დრო არ იცის. ანუ იგულისხმება, რომ არაცნობიერი არ იყენებს, არ არის ორიენტირებული საათებზე, ქრონოლოგიურ დროზე. შესაბამისად, ლაკანის სეანსზე ქრონოლოგიურ დროს არ იყენებს. რატომ უნდა დავუთმოთ, ამბობს ლაკანი, საათი ადამიანს, ანალიზანტს, თუ ეს არ არის ქრონოლოგიის საკითხი, არამედ არაცნობიერის ლოგიკური ტაქტების საკითხი. მე მივედი ანალიტიკოსთან, წამოვწექი კუვერკაზე, დავიწყე საუბარი და უცებ ვამბობ რაღაცას, რაც ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელია. და ეს სწორედ ის არის, რასაც ლაკანი უწოდებს არაცნობიერის აღმოჩენას, ან მინდა ვთქვა არაცნობიერის გარღვევას.
აი ვთქვი რაღაც მოულოდნელი ჩემთვის. და ამ მომენტში ლაკანი მეუბნება, გაჩერდი საკმარისია. დღეისთვის სულ ესაა. შესაბამისად მე გავდივარ კაბინეტიდან ამაზრით. ანუ ვიწყებ მის ტრიალს. ანალიზი ხომ არ შემოიფარგლება კაბინეტში ყოფნის დროით. ანუ მე შემდეგ შემიძლია გავიქცე სამსახურში, მაგრამ ჩემს არაცნობიერში ეს მომენტი იტრიალებს. თუ მე მივედი ანალიზში, ვთქვი რაღაც სუპერმნიშვნელოვანი, შემდეგ კი უბრალოდ ვაგრძელებთ და მე ყველაფერზე ვსაუბრობ სოფლიოში და ამით, ასე ვთქვათ, ამ სუპერმმნიშვნელოვან გარღვევის მომენტს ვხურავ. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ მოკლე სეანსებმა, მოკლე სესიებმა, თითქმის ძირითადი მიზეზი გახდა, რის გამოც ლაკანს საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის რისხვა დაატყდა თავს. და ლაკანი განდევნეს ამ ორგანიზაციიდან, ან როგორც ის თავად ამბობდა, ექსკომუნიცირებული. სხვათა შორის მგონი დამავიწყდა მე თქვა, რომ ექსკომუნიკაცია არა უბრალოდ განდევნაა. როცა სპინოზა განდევნეს ამსტერდამის ებრაული საზოგადოებიდან, ის უადოდ განდევნეს. ამას ქვია ექსკომუნიკაცია. და აი ლაკანი განდევნეს უადოდ. მეექვსე თეორია. და ჩემი აზრით, აქაც საქმე გვაქვს წმინდა ლაკანის ეულსვლასთან. გულისხმობ იმას, რომ ფროიდთან ჩვენ პრაქტიკულად არ ხვდებით სიტყვას სიამოვნება. ამ ცნებას ძალიან იშვიათად ხვდებით. ფროიდთან 1920 წლამდე ცენტრალური ცნება არის ლუსტ სიამოვნება. ლუსტ პრინციპის სიამოვნების პრინციპი, მაგალითად. თუმცა 1920 წლის შემდეგ ფროიდის ფსიქოანალიზში ყველაფერი იცვლება. ჩნდება შეპყრობილი გამეორების იდეები, ჩნდება ტრავმის დაუფლების მცდელობის იდეა, ჩნდება სიკვდილის ლტოლვა. და ამ ყველაფერთან ერთად, ამ ახალ კონცეპტუალურ აპარატთან ერთად ცხადი ხდება, რომ ადამიანი ისეთი არსებაა, რომელიც ხშირად მზადაა წავიდეს სიამოვნებაზე, რომელიც ტკივილთან არის შერეული. და ლაკანს უჩნდება უნიშნელოვანესი, ჩემი აზრით, თეორია, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ სიამოვნების თეორია. ამასთანავე მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ფრანგული სიტყვა ჯუისანს, იმიტომ რომ მას არა მხოლოდ სიამოვნების, არამედ გამოყენების ელფერიც აქვს. და იქ იურიდიული ელფერებიც არის. დავუშვათ, ინგლისურენოვან ლაკანისეულ ლიტერატურაში სიტყვა enjoyment პრაქტიკულად არ გამოიყენება. გამოიყენება ფრანგული ტერმინი jouissance, რომელიც მთლიანად ცვლის კლინიკას. სინამდვილეში. მივმართავთ კლინიკას. ჩვენთან მოდის ადამიანი თხოვნით, დავეხმაროთ მას, მოაშოროს მას სიმპტომი. სიმპტომში შეიძლება ყველაფერი იგულისხმებოდეს. ნახეთ, მე არ გამომდის არავისთან ურთიერთობა. როგორც კი ვინმესთან მეგობრობ, მაშინ ვჩხუბობთ. სიმპტომი. მე მეშინია თვითმფრინავით ფრენის. მაქვს პანიკური შეტევები. სიმპტომი. მაქვს უძილობა, სიმპტომი. მინდოდა გეგრძნოთ გაფანტულობა, რამდენად განსხვავებული შეიძლება იყოს ეს სიმპტომები. ადამიანი მოდის და ამბობს, მომაშორეთ სიმპტომი. აქ მე ლაკანისეულად ვსვამ კითხვას, რა არის სიმპტომი? და ლაკანისეულად ვაძლევ ორ პასუხს. პირველი პასუხი, სიმპტომი არის მესეჯი, ეს არის გზავნილი, ეს არის სიმბოლური შეტყობინება ჩემთვის ჩემი მდგომარეობის შესახებ. და შესაბამისად მე ანალიზში შემიძლია გავიგო, რა დგას იმის უკან, რომ არ შემიძლია მშვიდად გავიარო გზაზე სამსახურისკენ, თუ მას შავი კატა გადარბის. ამის უკან იმალება ყველაზე სხვადასხვა მიზეზები და სიმპტომის გახსნისას, დამიჯერეთ, ჩვენ შეგვიძლია ამ მიზეზების დადგენა. ამის ჩამოყალიბება შეიძლება, ამის გამოთქმა შეიძლება. მაგრამ სიმპტომს აქვს მეორე მხარე, რომელიც ფროიდმა აღმოაჩინა და რომელიც ლაკანმა სიამოვნების ცნებაში მოახდინა კონცეპტუალიზაცია. სიმპტომი სიამოვნებას გვანიჭებს. სიამოვნება ეს არის სიამოვნება პლუს ტკივილი. არის ერთი ძალიან კარგი სიტყვა, ტანჯვა. სიამოვნება ძალიან ახლოა ტანჯვასთან. ფიქრობ, არავის გავაკვირვებ, თუ ვიტყვი, რომ ბევრ ადამიანს განზოგადებას არ გავაკეთებ, რა თქმა უნდა, ბევრ ადამიანს უბრალოდ უყვარს ტანჯვა. მე მუდმივად მესმის ფრაზა, რომ რაღაცის მისაღებად საჭიროა ეს რაღაც გადაიტანო. მაგალითად, როცა მე ვსვამ კითხვას, საიდან მოიტანეთ ეს, როგორც წესი, არავითარი არგუმენტი არ არსებობს. ნუ უბრალოდ არის რწმენა და დარწმუნებულობა ამაში. სიამოვნების ნიმუში ლაკანისთვის ორგაზმია. გაიხსენეთ, გთხოვთ ორგაზმირებული სახეები. ან შეხედეთ წმინდა ტერეზას სახეს, წმინდა ტერეზას ექსტაზი. ეს სრულიად ცალსახად ტკივილია სიამოვნებასთან შერეული. ეს სუსტი, აბსოლუტურად მანკიერი ფიგურაა ტანჯვის სიამოვნების. ტანჯვა. სიტყვა ტანჯვა აღმოჩნდება სიტყვა ვნების გვერდით. ორგაზმი ხომ არა მხოლოდ სიამოვნების მწვერვალია, არამედ ეს ხომ პატარა სიკვდილია. ფრანგულად იგივეა. La petite mort. და ჩვენ ხვდებით ჩვენ საკუთარ სიკვდილს, რა საოცარია. ანუ აქ სიკვდილის ლტოლვაც სადღაც ახლოა. მაშასე, აი ჩემი ჯაჭვი. სიამოვნება, ტანჯვა ვნება. ერთის მხრივ პირდაპირ მინდა წავიდე მუსიკისკენ და ბახის ვნებებისკენ მათეს მიხედვით და ასე შემდეგ, არა, ან სახარებისკენ, თუ გნებავთ, ქრისტეს ვნებები ეს ტანჯვა, ეს ტანჯვა. მაგრამ მე ამ მიმართულებით არ წავალ, არამედ ჩემთვის გასაგები მიმართულებით, ფეხბურთისკენ. სანამ ორ სიტყვას ვიტყოდი ფეხბურთზე, მინდა ფროიდი დავაციტირო. სად გინახავთ ადამიანი, რომელსაც სურს თავისი ვნებების მოშორება? და აქ მე ვსვამ კითხვას, მინდოდა თუ არა, რომ მე მოვეშორებინე ჩემი ვნებები ჩემი საყვარელი საფეხბურთო გუნდის მიმართ. ჩემი პასუხი, თქვენ რა, მე პირიქით ამ ვნებას ვავითარებ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საყვარელი გუნდის გამარჯვებები წარმოუდგენელ სიხარულს მანიჭებს. მაგრამ არ არსებობს ისეთი გუნდები, რომლებიც არ აგებენ. და ჩემი გუნდიც ხშირად აგებს. და მაშინ მე განვიცდი ტკივილს. ხოლო როცა ვუყურებ ფეხბურთის მატჩს, ქვავ ონზე, ან ეკრანის წინ მჯდომი, მე განვიცდი ვნებებს. ვნებები ფეხბურთის მიმართ. ტკივილი პლუს სიამოვნება. ახლა კი ვუბრუნდები იმას, რითიც დავიწყე და ვასრულებ მთელ ამ პასაჟს. თუმცა ის, რაც მან არ იცის, არის ის, რომ ის მთელი ძალით ჩაიჭიდება ამ სიმპტომს, რადგან სიმპტომი კიდევ აი ამავე ვნებებს, ტანჯვას, სიამოვნებას. ამავე ტკივილს გვანიჭებს, რომლის გარეშეც ადამიანი თავს ასევე ხშირად ვერ წარმოიდგენს. საშინლად საინტერესო, საშინლად რთული თეორია, რომელსაც მე სიამოვნების თეორია ვუწოდე. აი ის მქონდა მე-6 ნომერზე. მე მეცინება ჩემს თავზე, რომ ნომრებს ვსვამ. მივუახლოვდით ფინალს. თეორია ნომერი 7 არის სუბიექტის თეორია. ნუ ფაქტობრივად ეს არის ის, რითიც ლაკანი მთელი თავისი ცხოვრებაა დაკავებული. ფსიქოანალიზის ისტორიაში ბევრი შესანიშნავი, გამოჩენილი ფსიქოანალიტიკოსია. მაგრამ მხოლოდ 2 ან 3 ფსიქოანალიტიკოსმა გაბედა სუბიექტის თეორიის აგება. ეს უდავოდ ზიგმუნდ ფროიდია თავისი სუბიექტის მოდელირებით.
სუბიექტი აბსტრაქციაა. და უფრო მეტიც, კიდევ არაცნობიერი აბსტრაქცია. თელ დიფერენციაციას ფროიდი შემოაქვს, როცა იწყებს საუბარს, სუბიექტი გაყოფილია. ის გაყოფილია იმაზე, რაც მან იცის თავის შესახებ, ცნობიერება და იმაზე, რაც მან არ იცის თავის შესახებ, არაცნობიერი. რას აკეთებს ლაკანი? ის ქმნის სუბიექტის ტოპოლოგიურ მოდელს. ეს თეორია, რომელსაც ბორომეოს კვანძი ჰქვია. ბორომეოს კვანძი ჰერალდიკაა. ეს იტალიური ოჯახის ბორომეოს გერბია. ლაკანმა ერთხელ ნახა ეს გერბი და ის საშინლად მოეწონა, რადგან ეს არის სამი ერთმანეთთან დაკავშირებული რგოლი. და ეს სამი რგოლი წარმოადგენს ფსიქიკური სამ რეგისტრს. სუბიექტთან. ეს არის წარმოსახვითი რგოლი, სიმბოლური და რეალური. და ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულია. ჩნდება კითხვა, ისინი შეიძლება დაიშალონ. ხო, მათ შეუძლიათ სხვა კონფიგურაციის მიღება მაშინ, როცა საუბარია ფსიქოზზე, მაგალითად. რომ ცოტათი მაინც გავამარტივოთ მომავლისთვის ამოცანა, გავხსნათ ჩვენი პერსპექტივა, მე მოკლედ ძალიან ვეცდები ახლა თითოეულ ამ რეგისტრზე თუნდაც წყვილი სიტყვა ვთქვა. წარმოსახვითის რეგისტრი ეს არის ჩვენი სხეულის სახის რეგისტრი. ეს არის ნარცისული რეგისტრი, სწორედ ის, რომელიც ყალიბდება EC-სარკის სტადიის გავლის დროს. სიმბოლური ეს მატრიცაა. ლაკანის სიტყვა სხვათა შორის სავსებით მატრიქს სიმბოლური მატრიცა, რომელიც ყალიბდება მაშინ, როცა ჩვენ ჩავეშვებით ენასა და იმავე დიდი ზღვის კულტურაში, რომელიც ადრე ვახსენე. ანუ ეს სიმბოლური მატრიცაა. სხვათა შორის ნუ შენიშვნის გაკეთება მინდა, თუ შეიძლება. გასაგებია, რომ ფილმი მატრიცა და ლაკანისეული თეორია ძალიან ემთხვევა ერთმანეთს. და მეოთხე მატრიცაც კი, როცა გამოვიდა ეკრანებზე, ვნახე და ყურებისას არაერთხელ ჩუმად გამეღიმა, რადგან მესმოდა პირდაპირ, ნუ შეიძლება ითქვას, რაღაც ლაკანისეული იდეები ეკრანიდან. მოკლედ რომ ვთქვათ, სიმბოლური მატრიცა ეს არის ის, სადაც ჩვენ ყველანი ვარსებობთ. ეს არის ჩვენი სავანე. მაგრამ წარმოსახვითი რეგისტრის გარეშე ისიც უდავოდ არ არსებობს, რადგან ჩვენ კიდევ ვცხოვრობთ სხეულში და ჩვენს წარმოდგენაში ჩვენს სხეულზე. მოკლედ რომ ვთქვათ, სიმბოლური სწორედ დაკავშირებულია აღნიშნელის მოლაპარაკე სუბიექტის, ლინგვისტიკის და ასე შემდეგ იდეასთან, რაზეც ჩვენ თქვენთან ერთად უკვე ვისაუბრეთ. დარჩა ყველაზე საშინელი, შეიძლება ითქვას რეალური. რეალური ის, რაზეც საუბარი შეუძლებელია. და ეს აზრი ჩემგან არ არის. მე უბრალოდ ახლა ლაკანის სიტყვები გადავაფორმულირე. თავისუფლებას მივცემ პირდაპირ ციტატა მოვიყვანო, ძალიან მოკლე. Real est impossible. რეალური შეუძლებელია. შესაბამისად, შემდეგ ჩნდება კითხვა, შეუძლებელია რა გაგებით? ვერც კალმით დავწერ და ვერც ვეთქვი, აი ამ გაგებით. ანუ შეუძლებელია წარმოდგენა, შეუძლებელია გამოთქმა, შეუძლებელია გამოსახვა. რაღაც მომენტში ლაკანი საუბრობდა იმაზე, რომ ღმერთები გასაგებია, რომ რეალურის რეგისტრს ეკუთვნიან. მაგრამ მე ახლა ღმერთებზე არ მინდა საუბარი. მე უფრო მინდა ვთქვა იმაზე, რომ მოსეს ღმერთი, იუდეური ღმერთი, რეალურთან კუთვნილების ყველაზე ნათელი მაგალითია. მოკლედ რომ ვთქვათ, რეალური ლაკანის მიხედვით შეუძლებელია. რა გაგებით შეუძლებელია? შეუძლებელია. ახლა სხვაგვარად ვიტყვი, არა სიმბოლური გაგებით, არა წარმოსახვითი გაგებით. შეგახსენებთ ერთ ეპიზოდს, რომელსაც ძალიან დეტალურად აანალიზებს სიგმუნდ ფროიდი. ეპიზოდი, როცა სინას მთიდან იშვება მოსეს სკრიპტებით. მას კანონი მოაქვს და ის ხედავს ოქროს ხბოს გარშემო მოცეკვავე ადამიანებს. და მრისხანებით ეუბნება მათ, ისევ ოქროს ხბო. ნუ, რა ხდება? ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? ეკითხებიან ადამიანები. და მოსე მათ პასუხობს, თქვენ უნდა ირწმუნოთ იმ ღმერთის, რომელმაც მე კანონები მომცა თქვენთვის, რომლისგანაც მე 10 მცნება მივიღე. კარგი. და რას წარმოადგენს შენი ღმერთი? თქვი, როგორ გამოიყურება? მას არავითარი სახე არ აქვს. და არ გაბედოთ მისი წარმოდგენა. და შემდეგ იუდაიზმშიც და ისლამშიც ანთროპომორფიზაცია მკაცრად აკრძალულია. ანუ ღმერთი ის არ არის, ვინც ადამიანს გავს, თუმცა ის ქმნის ადამიანს თავისი სახით და მსგავსებით. ესე იგი, ადამიანები უსვამენ კითხვას მოსეს, როგორ გამოიყურება. მოსე პასუხს აძლევს, მას არ აქვს სახე და არ გაბედოთ მისი გამოსახვა. ესე იგი, მას არ აქვს წარმოსახვითი რეგისტრი. შემდეგი კითხვა. ნუ, სახელი ხომ აქვს? არ აქვს სახელი. აი, რას იუწყება მოსე? ანუ, როცა ამ ღმერთზე ვსაუბრობთ, ჩვენ მასზე არაფრის თქმა არ შეგვიძლია. ჩვენ არც არავითარი სიმბოლური ჩაჭიდება გვაქვს. სახელი ხომ აღნიშნელია, არა? და სახელი სიმბოლურ რეგისტრს ეკუთვნის. შემდეგ კი ჩვენ გვაქვს მარტივი ამბავი. სერიიდან ადაბ მილზე იჯდნენ. წარმოსახვითი არსებობს, როცა მოსეს ღმერთზე ვსაუბრობთ. არა. სიმბოლური არსებობს ამ ღმერთთან. არა. და რა რჩება? რჩება მხოლოდ აი ესავე რეგისტრი, ყველაზე რთული, რომელსაც ლაკანისეულ დოქტრინაში რეალურის რეგისტრი ჰქვია. აი ეს არის კიდევ ერთი გამოცანა. ყოველ შემთხვევაში მე რამდენადაც შემეძლო დაგეხმარეთ, როგორც მეჩვენება, თუნდაც მიახლოებაში მასთან. ნუ და შემდეგ თქვენ თავად. შემდეგ ლექციაზე იმაზე, თუ როგორ დავისასწავლი და ლაკანი თავის ცნობილ სემინარებზე. ის იმდენად ჩაწერილი ტექსტების ავტორი არ არის. 66 წელს გამოვიდა უზარმაზარი ტომის სახელწოდებით ეკრი ფრანგულად ან ნაწერი, წერა ქართულად. ჩვენ ახლა სულ სხვა რამეზე ვსაუბრობთ, მოლაპარაკე ლაკანზე სემინარებზე. ლაკანის ხმა ისმოდა საჯარო სივრცეებში 26 წლის განმავლობაში. სხვათა შორის არა მხოლოდ პარიზში. ის გამოდიოდა დაუშვათ თავის საყვარელ ქალაქ რომში სამჯერ. ის კითხულობდა ლექციებს ბელგიაში, ის იყო ამერიკაში, ის იყო იაპონიაში, ის იყო ინგლისში. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ მინდა გაგაკვირვოთ. ლაკანი სემინარებს ატარებდა 1953 წლიდან 1979 წლამდე, ანუ ფაქტობრივად თავის სიკვდილამდე. ის კი გარდაიცვალა 1991 წელს. ლაკანი გარდაიცვალა, მაგრამ ჯერ კიდევ საფრანგეთშიც კი არ არის გამოქვეყნებული ყველა სემინარი. ის თავის სემინარებს კითხულობდა, ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, ატარებდა სხვადასხვა ადგილას. და ეს მნიშვნელოვანია, რომ აღვნიშნოთ, რომ პირველი ადგილი გახდა წმინდა ანა საავადმყოფო, ის, რომელშიც ის მუშაობდა, როცა ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ადამიანი იყო. და 1953 წლიდან 1963 წლამდე, სანამ ლაკანი, რაც თქვენ იცით, არ გაირიცხა საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური საზოგადოებიდან, ლაკანი თავის სემინარებს ატარებდა წმინდა ანა საავადმყოფოში. შემდეგ, როგორც უკვე საუბრობდით, ის ალტუსერისა და დერიდას დახმარებით ახალ მოედანზე გადავიდა უმაღლეს ნორმალურ სკოლაში, ანუ სამედიცინო დაწესებულებიდან, საავადმყოფოდან ის გადავიდა ღია სასწავლო დაწესებულებაში, სადაც სრულიად ნებისმიერ ადამიანს შეეძლო შესვლა. და ფაქტობრივად ასეც იყო.
იქ იყო სავსე სტუდენტებით და წარმოუდგენლად ინტელექტუალური ადამიანებიც იყვნენ უმაღლეს ნორმალურ სკოლაში. ლაკანი კი იქ სემინარებს ატარებდა 64 წლიდან 79 წლამდე. შემდეგ თქვენთან ერთად ვახსენეთ, რომ უმაღლესი ნორმალური სკოლის დირექტორმა გადაწყვიტა, რომ რევოლუცია, რომელიც გავრცელდა ევროპაში და მთელ მსოფლიოში, გასაგები საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნების გარდა, ეს რევოლუცია თითქოს და სხვა არავინ თუ არა ჟაკ ლაკანმა გამოიწვია, რომელიც როგორც გახსოვთ, თავად საკმაოდ ორაზროვნად ეკიდებოდა რევოლუციონერ სტუდენტებს და თუ ადანაშაულებდა მათ, მაშინ არასაკმარის რადიკალურობაში. ლაკანი ბევრად უფრო რადიკალური ადამიანია, რომელიც რევოლუციას თავის თავში ითხოვს. და 1969 წელს ლაკანი გადავიდა სამართლის ფაკულტეტზე. და წარმოიდგინეთ, იქ უკვე 1000 ადამიანი ცეტეოდა. მაგრამ 1969 წლიდან 79 წლამდე 10 წელი ეს ძალიან ბევრია. ლაკანი კითხულობს სემინარებს, რომლებიც აგროვებენ საზოგადოებას მთელი მსოფლიოდან, ყველაზე სხვადასხვა ქვეყნებიდან. ადამიანები ჩამოდიან, რომ ეზიარონ ამ ფსიქოანალიტიკურ ცოდნას. და აი, არც მეტი, არც ნაკლები, სულ რაღაც 10 წელი ლაკანი ავრცელებს თავის სწავლებას, გამოდის ყველგან. თქვენ საერთოდ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სხვათა შორის დღეს, მაგალითად, რომ რომელიმე ლექციაზე, თანაც საშინლად რთულზე, იკრიბება არა 100 ადამიანი, არა 200, არა 500, არა 700, არამედ 1000 ან უფრო მეტიც. ამით უბრალოდ ხას ვუსვამ იმას, რაზეც ჩვენ თქვენთან ერთად სხვათა შორის ვსაუბრობდით, კერძოდ 60-იანი წლების არაჩვეულებრივ თეორიულობას. სინამდვილეში ლაკანმა სემინარების ჩატარება ცოტა ადრე დაიწყო, არა 53 წელს, არამედ 1951 წელს. მაგრამ ეს არ იყო საჯარო სემინარები. ის მათ ატარებდა თავისი მომავალი ცოლის სილვია ბატაის ბინაში. გასაგებია, რომ იქ უბრალოდ ახლობელი ადამიანები იკრიბებოდნენ, ინტელექტუალური ადამიანები, რომლებიც ფროიდის სწავლებით იყვნენ დაინტერესებულნი. იმიტომ რომ ლაკანი იწყებდა ფროიდის შემთხვევების განხილვით. ანუ ის განიხილავდა დორას შემთხვევას, ვირთხის კაცის შემთხვევას, ინგლის კაცის შემთხვევას, შემდეგ კი დაიწყო უკვე საჯარო სივრცეში საუბარი. ასე რომ ლაკანმა სწავლებით დაკავდა, შეიძლება ითქვას, და ის თავად ამას აღნიშნავს მაშინ, როცა უკვე 50 წელზე მეტის იყო. ხო და მისი სწავლება სრულიად არაჩვეულებრივ ხასიათს ატარებდა. როცა ვამბობ არაჩვეულებრივს, მინდა ხაზი გაუსვა ექსტრავაგანტულობას, ექსცენტრიულობას, ერთგვარ თეატრალურობას იმ წარმოდგენების, რომლებსაც ლაკანი აწყობდა. მაგრამ პრინციპში ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ აზროვნებს ლაკანი. ის არ მოდის წინასწარ ჩაწერილი რაღაც სრული ლექციებით. საერთოდ სიმართლე რომ ვთქვათ, მას ვერ იტანს ამ სიტყვას კონფიგანს, ფრანგულად ლექცია და არაერთხელ უსვამს ამას ხაზს. მისთვის მნიშვნელოვანია დაახაზოს პატარა გეგმა, ხან ღამით, ხან დილით, შემდეგ კი წავიდეს საზოგადოებასთან შესახვედრად და იქ მისცეს თავი მსჯელობებს. ვის ვხედავთ ფაქტობრივად სემინარებზე. როგორც არ უნდა იყოს, მე რატომღაც ახლა მინდა ჩამოვთვალო, ზოგიერთი სახე, რომლებსაც ჩვენ შევხვდებოდით თქვენთან ერთად სემინარზე. მაგალითად კლოდ ლევისტროს გამოჩენილ ანთროპოლოგს, ალბათ მთელი მე-20 საუკუნის ყველაზე ცნობილ ჰუმანიტარს. გვერდით ვხედავთ მორის მერლო პონტის. ეს არის გამოჩენილი ფენომენოლოგი, ვიზუალური სფეროს მკვლევარი. მის გვერდით ახლოს ვხედავთ თავად ლუი ალტუსერს, ყველაზე ცნობილ მარქსისტს, ლენინისტს, ფრანგ ფილოსოფოსს, საერთოდ ალბათ მე-20 საუკუნის. მისგან მოშორებით ვხედავთ პოლ რიკიორს, ეს კი ალბათ ფილოსოფიური ჰერმენევტიკის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია. პოლ რიკიორისგან მოშორებით შეიძლება ნახოთ ცნობილი ფსიქოანალიტიკოსი ჟან ლაპლანში და მისი მეგობარი პონტალისი. ყველა ვინც გატაცებულია ფსიქოანალიზით, იცის ცნობილი ლექსიკონი ფსიქოანალიზზე, რომელსაც ლაკანის ეს ორი მოსწავლე დაწერს. მოშორებით ვხედავთ ფილოსოფოსს, რომელიც არაჩვეულებრივად, წარმოუდგენლად პოპულარულია რუსეთში. საფრანგეთში მით უმეტეს, ეს ჟილ დელოზია. მოშორებით შეგვიძლია ვნახოთ ჟაკ დერიდა, დეკონსტრუქციის ფუძემდებელი. მათ გვერდით არის ჟან ფრანსუა ლიოტარი, დიდი ესთეტიკოსი, რომელიც ცნობილი გახდა იმით, რომ შემოიტანა საშინლად რთული ცნება, პოსტთანამედროვეობის ან პოსტმოდერნიზმის ცნება. იქვე ვხედავთ ჩემს უსაყვარლეს ფილოსოფოსს, ფსიქოანალიტიკოსს და ანტიფსიქიატრს ფელიქს გუატარის, რომელიც ლაკანის მოსწავლე იყო, ძალიან ახლო ადამიანი იყო მასთან და რომელიც ჟილ დელოზთან ერთად შექმნა შემდეგ ასეთი დისციპლინა, რომლის განხილვაც ძალიან მინდა თქვენთან ერთად როდისმე. ეს არის შიზოანალიზი. ფელიქს გუატარი 6 წელი საერთოდ ცნობილ საწოლ დივანზე გაატარა ლაკანთან, სანამ იქ შიზოანალიზს შექმნიდა. აი, აქ ვხედავთ ბოდრიარს, აქ ვხედავთ ბენვენისტს. მოშორებით ვხედავთ როლან ბარტს, გვერდით იულია კრისტევას. მოშორებით ცნობილი მწერალი, ახალი რომანის ერთ-ერთი ძირითადი, ცენტრალური ფიგურა. ეს ფილიპ სოლერსია. სულ ესაა. საქმე არა სიაშია, ძვირფასო მეგობრებო. მე უბრალოდ მინდოდა ხაზი გამესვა, რომ მთელ ამ ფრანგულ ინტელექტუალურ პანთეონს ჩვენ ვხედავთ ლაკანის სემინარებზე. ის ათრობს მათ თავისი აზრით, თავისი მსჯელობებით, თავისი სტილით, თავისი სირთულით, თავისი ნეოლოგიზმებით და თავისი ავანგარდიზმით. მე რატომღაც მინდა ვთქვა. თუმცა თუ ვისაუბრებთ ხელოვნების ისტორიაზე, მაშინ ლაკანის სტილი, ახლა რაღაც ახალს გეტყვით, ლაკანის სტილი ეს არის ბაროკო. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ლაკანი თავად ეთანხმება იმას, რომ მას ბაროკოულ მოაზროვნეს უწოდებენ, ანუ ძალიან რთულ მოაზროვნეს, აბსოლუტურად არაცრფივ რთულ და ხოელ მოაზროვნეს, რომელიც სწორედ ბაროკოს ესთეტიკის უმნიშვნელოვანეს პრობლემებითაა დაკავებული, კერძოდ ცხოვრებითა და სიკვდილით, სიყვარულითა და სიკვდილით, სექსუალობით, ძალადობით და ალბათ ყველაზე რთული სული და სხეულია. რამდენად ირევა ისინი ერთმანეთში. და ბაროკო მეჩვენება პრინციპულად მნიშვნელოვანი მომენტია სრულიად ლაკანისეული აზრის გასაგებად. არანაკლებ პრინციპულად, მე პირდაპირ მეჩქარება თქვენთან ერთად ამის გაზიარება, არანაკლებ პრინციპულია. ირონია. მე ყოველთვის მაკვირვებს, როცა ლაკანის მკითხველები და თაყვანისმცემლები ძალიან სერიოზულად ეკიდებიან მის ნებისმიერ გამონათქვამს და ავიწყდებათ, რომ ლაკანი შეგნებულად აკეთებს რაღაცას რთულს და რომ ლაკანი ძალიან ირონიული ადამიანია. ის დისტანციას იკავებს და ხშირად იმის მიმართაც, რასაც თავად ამბობს. ამიტომ იცით, სინამდვილეში ირონია მას საშუალებას აძლევს კითხოს ფსიქოანალიზის საფუძვლებზე, არც მეტი, არც ნაკლები. ეს პრინციპული მომენტებია. და ბოლოს ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს ამ ყველაფერზე საუბრისას, რადგან მე ბევრი წავიკითხე მოგონებები, ბიოგრაფიები, მემუარები და თეორიული ნაშრომები ლაკანზე, მაგრამ მე ხომ არ ვყოფილ ვარ მის სემინარებზე. მოდით, პატარა ციტატას მოვიყვან ადამიანისგან, რომელიც სწორედ 60-იან წლებში და 68 წელს, კერძოდ მუდმივად ესწრებოდა ლაკანის სემინარებს.
ეს არის ჩემი მეგობარი და კოლეგა, იტალიელი ფსიქოანალიტიკოსი სერჯო ბენვენუტა. აი რას წერს ის თავის ახალ წიგნში 7 ლექცია ლაკანზე. ლაკანი საუბრობდა არ აკეთებდა ოდნავ დათმობასაც კი მასების გაგების უნარზე. მაშინაც კი ის ისე საუბრობდა, როგორც სემინარებზე ისაუბრებდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ის ცირკის მსახიობი არ იყო. ლაკანი თავის აუდიტორიას აძლევდა საშუალებას დაენახა, როგორ ფიქრობდა ის. ლაკანი ყოველთვის იმპროვიზირებდა. ის იწყებდა ფრაზას ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მის დასასრულს მოიფიქრებდა. ის აბრუნებდა თავის მეტყველებას, ებრძოდა მას. მან მოგცა საშუალება დაუკვირვებოდით სიტყვის მუშაობას, რომელიც ერთდროულად არეული და პრობლემური იყო. რატომ საუბრობდა ლაკანი გამოცანებით? ლაკანი, რა თქმა უნდა, ძალიან უჩვეულო მოაზროვნეა და მისი ფიქრები ხშირად იდუმალი და იდუმალებით მოცულია. ლაკანს ძალიან უყვარს ფორმულები, მას მრავალი აქვს. ერთი მხრივ ლაკანის ნაშრომებში შეგვიძლია ვიპოვოთ უამრავი ალგებრული ნიშანი და ფორმულა, რომლებიც აბსოლუტურად მათემატიკურად გამოიყურება. ანუ დაფაზე ვხედავთ ნიშნებს, თითქმის კვადრატულ ფესვებსაც კი. მეორე ტიპის ფორმულები კი ფაქტობრივად აფორიზმები ან მაქსიმებია. ანუ ეს ისეთი ფორმულებია, რომლებიც სიტყვებისგან შედგება. მაგალითად, ყველაზე მნიშვნელოვანი და ძალიან რთული ლაკანის მაქსიმა, არ დანებდე შენს სურვილს, დაჟინებით იდექი შენს სურვილზე. გაგაოცებთ, მაგრამ ფროიდსაც უყვარდა ფორმულები. მან სხვათა შორის გამოიყენა სწორედ ეს სიტყვა, მაგალითად, ქვეცნობიერი, ეს არის სხვისი დისკურსი, სექსუალური ურთიერთობები არ არსებობს და ასშ. მე მსურს გავაკეთო კომენტარი ლაკანის ერთ გამონათქვამზე. აქ მაპატიეთ, გთხოვთ, ფრანგული ენის გარეშე ვერ გავძლებთ, რადგან ყველა ენა განსხვავებულია. თუნდაც ერთი ენის ფარგლებში ჩვენ თითქოს სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ. მოკლედ, მაგალითად, მე მოვიყვან ფორმულას, რომელიც ფრანგულად საოცრად ჟღერს, G-Paul Todger's Love Rate. ანუ, თავისუფლად თარგმანში, მე ყოველთვის ვლაპარაკობ სიმართლეს. მოусმინეთ, თუ ასეთ ფრაზას გაიგონებთ, არ ვიცი, როგორ იგრძნობთ თქვენ, ძვირფასო მეგობრებო, მაგრამ მე პირველ რიგში მხრებს ვიჩეჩავ და ვიტყვი. აბა რა თქმა უნდა, ამ ადამიანს ნამდვილად აქვს თავის მაღალი წარმოდგენა. ის ყოველთვის ამბობს სიმართლეს. მაშინაც კი, თუ ეს ლაკანია, ეს ფრაზა ძალიან საეჭვოდ მეჩვენება. მაგრამ ეს ხრიკია. ჩვენ თქვენთან ერთად ხაფანგში გავეხვიეთ, რადგან ამ ფრაზის თარგმანი სინამდვილეში არასწორია. ლაკანის ერთ-ერთი პრობლემატიკა, რომელშიც არ ვიცი, ჩავწირავთ თუ არა, მაგრამ მის გარეშე ვერ გავძლებ, არის ის, რომ ლაკანი არა მხოლოდ ფსიქოანალიტიკოსია, ის ადამიანია, რომელიც ასწავლის. მას აქვს თავისი სწავლება და ცდილობს მის გადაცემას. ლაკანი ამბობს, ეს არის ზეპირი მეტყველება და ყველა ფანტასტიკა ჩნდება ზღვარზე, რომელიც წერასა და მეტყველებას შორისაა. საით მივყავარ? იმისკენ, რომ ზეპირად და წერილობით ფრაზები შეიძლება სრულიად განსხვავებულად გამოიყურებოდეს. სხვა სიტყვებით, დასაჯე, არ შეიწყალო, ეს სუპერფსიქოანალიტიკური ფრაზაა. იმედი მაქვს, ამას ახსოვთ. მე ეს ჯერ კიდევ საბჭოთა სკოლაში გავიგე, რომ სწორად უნდა წერო, თორემ შეიძლება ვიღაცას სიკვდილის განაჩენი მიუსაჯო. ლაკანის აზრით, ფსიქოანალიზის ძალიან მაგარი გაგებაა ის, რომ ფსიქოანალიტიკოსი იკავებს პუნქტუაციის ნიშნების განმაწესებლის, ანუ ანალიზანტის მეტყველების გადამწერის ადგილს. სხვა სიტყვებით, ფსიქოანალიტიკოსი, ეს არის მწერალი. ფსიქოანალიტიკოსი უპირველეს ყოვლისა ის ადამიანია, რომელიც მუშაობს მხოლოდ ready-made-ით, როგორც მარსელ დიუშანი იტყოდა, ანუ ადამიანი, რომელიც მუშაობს მზა გამონათქვამებთან. და ამ გამონათქვამებს ჩვენ ანალიზანტთან ერთად გადავხედავთ, გადავააზრებთ და გადავწერთ. კიდევ ერთხელ ლაკანის იდეა, ფსიქოანალიტიკოსი, ეს ის ადამიანია, რომელიც წერს ანალიზანტის მიერ დაწერილი ტექსტის თავზე. ეს მომენტი კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რადგან ყოველთვის არსებობს განხეთქილება მეტყველებასა და წერას შორის, იმას შორის, რაც ნათქვამია და რაც ჩაწერილია. ახლა მინდა, რომ ამაში დარწმუნდეთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ლაკანის ფრაზას, რომელიც მე განზრახ არასწორად ვთარგმნე, მაგრამ ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ მაპატიეთ, მე ის ზუსტად ვთარგმნე ყურზე თარგმნის თვალსაზრისით. მე ყოველთვის ვამბობ სიმართლეს. თუმცა თუ შევხედავთ, თუ როგორ წერს ამ ფრაზას ლაკანი, ან ვნახავთ მის ჩანაწერებში ამ ფრაზის კომენტარებს, მივხვდებით, რომ ის სხვაგვარად ითარგმნება. მე ყოველთვის ვამბობ სიმართლეს. ყოველთვის ამბობს სიმართლეს. არა, მე გიყვებით სიმართლეს, არამედ ჩემი გიყვებით სიმართლეს. უცნაურად ჟღერს, არა? ამ ფრაზის გასაგებად ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ პირველი პირის მხოლობითი რიცხვი, რომელსაც ლაკანი იყენებს, მისთვის ფაქტობრივად სუბიექტს, ქვეცნობიერ ფსიქიკას ნიშნავს. ანუ, მე შემიძლია მოვიტყუო თავი, მოვატყუო სხვები, მაგრამ ჩემი ქვეცნობიერი გამოხატავს ჩემს სიმართლეს. აქ სხვათა შორის უნდა გავაკეთო ერთი შენიშვნა, რომ ნათელი იყოს. ჩვენ ხომ ფსიქოანალიზზე ვსაუბრობთ. ჩვენ, მეგობრებო, არ ვსაუბრობთ ობიექტურ მეცნიერებაზე.
ანუ ლაკანი საუბრობს ორ სიმართლეზე, ორ სრულიად განსხვავებულ სიმართლეზე. ერთი მისთვის საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ობიექტური, მეცნიერული სიმართლე, რომელიც ცოდნის სფეროს ეკუთვნის, ფრანგულად connaissance. რა აინტერესებს ლაკანს? ის ხომ ფსიქოანალიტიკოსია არა? მას აინტერესებს სუბიექტური სიმართლე და არა ობიექტური. და ფრანგულ ენაში ეს სრულიად სხვა სიტყვა, savoir. ანუ ერთ შემთხვევაში გვაქვს connaissance, მეორეში savoir. ერთ შემთხვევაში საქმე გვაქვს მეცნიერულ ცოდნასთან, მეორეში სუბიექტის სიმართლესთან. ან შეიძლება გაგაოცოთ ისტორიულ სიმართლესთან. აი, ხვდებით, რა ხდება? როგორც კი კონკრეტული დისკურსის ფარგლებში ვმოქმედებთ, ყველა სიტყვა იძენს თავის სპეციფიკურ მნიშვნელობას. ანუ სიტყვას სიმართლე თავისთავად არაფერს ნიშნავს. ან უნდა მოვათავსოთ ის კონტექსტში, ვთქვათ, ფიზიკის, მათემატიკის ან ბიოლოგიის და იქ მას ექნება ერთი მნიშვნელობა. ფსიქოანალიზში სრულიად სხვა. ეს არის ექსკლუზიურად ის სიმართლე, რომელიც საუბრობს სუბიექტზე, ანუ კონკრეტულ ადამიანზე. და გასაოცარია, რომ ლაკანი ამ სიმართლეს ისტორიასთან აკავშირებს. აქ, ალბათ, დროა, გარკვევა შევიტანო რაღაც მნიშვნელოვანი მომენტი, რადგან როცა ვამბობ ისტორია, ეს ხომ ფსიქიატრიის ცნება და შეიძლება იფიქროთ, უი, ეს ხომ ფსიქიკური აშლილობის შესახებ საუბარია, ეს ხომ ნევროზია, ისტორია. მაგრამ მაპატიეთ, აქაც იგივე ხდება. ახლა ძალიან ნელა ვისაუბრებ, რადგან ძალიან მინდა, ეს აზრი თქვენამდე მივიტანო. სიტყვის მნიშვნელობა დამოკიდებულია იმ კონტექსტზე, რომელშიც ჩავსვამთ მას. ახლა მოვიყვან მაგალითს ჩვენი ამჟამინდელი საუბრიდან. ეს სიტყვა, ისტორია. რას ნიშნავს ის? როცა ამ სიტყვას ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდებით, როცა ვიღაცას ეუბნება, მორჩი ისტორიკას, ეს ერთ რამეს ნიშნავს, ვიღაცამ თავი ვეღარ შეიკავა, ვიღაცას ფეხი დაადგეს, ისკვირის, თეფშს ისვრის. ჩვენ ვამბობთ, მორჩი ისტორიკას. ეს არის ამ სიტყვის ყოველდღიური მნიშვნელობა. როცა სიტყვა ისტორიას ფსიქიატრიული დისკურსის ფარგლებში ვსვამთ, ის ერთ ნევროს ნიშნავს. და აქედან შეიძლება დაიწყოს ძალიან საინტერესო ისტორიები, მაგალითად, შან მარტენ შარკოსა და ზიგმუნდ ფროიდის შესახებ. რას გულისხმობს ლაკანი, როცა ისტორიაზე საუბრობს? ისტორიკი, ეს ის ადამიანია, რომელიც საკუთარ თავს უსვამს კითხვას, ვინ ვარ მე, ცხოვრების ყველაზე რთულ კითხვას. ჩემი ისტორია მიმიყვანა ფსიქოანალიზამდე, რადგან როცა 3-4 წლის ვიყავი, გონი სწორედ ეს კითხვა დავსვი, საიდან მოვედი, ვინ ვარ, სად ვიყავი აქამდე და რა იქნება შემდეგ. ლაკანი ამბობს, რომ ფსიქოანალიზი უნდა დაიწყოს პაციენტის ან ანალიზანტის, როგორც ჩვენ ვეძახით, ისტერიზაციით. როცა ლაკანი ამბობს, ჩვენ სხვა უნდა ისტერიზირდეს, ის გულისხმობს, რომ სხვამ უნდა დაისვას ისეთი კითხვები, რომლებზეც მას გარდა არავინ უპასუხებს, ვინ ვარ, საიდან მოვედი, საით მივდივარ, რატომ ასეა? რატომ არა სხვაგვარად? როგორ გავხდი ის, ვინც გავხდი? ანუ ახლა ჩვენ თქვენთან ერთად ენისა და კონტექსტების რთულ ქსელში გავეხვიეთ. საუბრობთ იმაზე, რომ სიტყვები კარგავენ ერთ მნიშვნელობას და იძენენ მეორეს. და რომ ფსიქოანალიზის გაგება შესაძლებელია მხოლოდ თავად ფსიქოანალიზიდან, აქ ვერც ფილოსოფია, ვერც ლინგვისტიკა, თუნდაც ყველაზე ახლო დისციპლინები და ვერც კიბერნეტიკა ან კვანტური ფიზიკა დაგვეხმარება. ჩვენ უნდა გავიგოთ ფსიქოანალიზი თავად ფსიქოანალიზიდან გამომდინარე. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ფრაზა, რომელსაც მესამედ ვიმეორებ, ბოდიშს მოგიხდით, არაფერს მოგცემს. საერთოდ არაფერს ვერ გავიგებთ. ასე რომ რა მინდოდა გეთქვათ? პირველი პუნქტი, ლაკანი უყვარს ფორმულებით საუბარი და ეს ფორმულები მრავალმნიშვნელოვნებით ხასიათდებიან. მათ გასაგებად ჩვენ ხშირად საჭიროა შევადაროთ ის, როგორ ჟღერს ისინი, იმას როგორ არის დაწერილი. ახლა ერთ სიტყვას ვიტყვი, ძალიან მოკლეს და გარანტიას გაძლევთ, რომ ვერ გამოიცნობთ რას გულისხმობ. La chose. ყველა ვინც ფრანგულს იცის, ახლა იღიმებს და ამბობს, ჰა, რას გულისხმობს ეს ვიქტორ არონოვიჩი, როდესაც ამბობს, რომ ვერ გავიგებთ რა არის la chose, la chose the thing ეს უბრალოდ ნივთია. Das Ding ეს უბრალოდ ნივთია გერმანულადაც, ინგლისურადაც, ფრანგულადაც. მაგრამ არა. საქმე იმაშია. თუ წერილობით დავინახავ არტიკლს ცალკე და არსებით სახელ, შოს ცალკე, დიახ, მაშინ ეს ნივთია. ხოლო თუ დავინახავ იმას, როგორც ლაკანი წერს აპოსტროფაშოს, მაშინ ეს იქნება არაჟნივთი, ანუ პირიქით. გამარჯობა დიალექტიკა. ბრძოლა და ერთობა ურთიერთსაპირისპირო ნაწილებისა. ნივთი და არაჟნივთი ერთდება ერთ შეფუთვაში. ასე რომ მზად იყვნენ იმისთვის, რომ რაღაც მომენტში კიდევ რომელიმე ფორმულას შევეხებით და შევეცდებით მისი განხილვა. კიდევ ერთხელ ხას გავუსვამ, ნებისმიერი მაქსიმა არაერთმნიშვნელოვანია. ჩვენ გქცევით ადამიანურ ენასთან. ჩვენს შემთხვევაში არ გვაქვს მეცნიერება, ჩვენს შემთხვევაში არის ფსიქოანალიზი, ხელოვნება, ამ სწორედ სიტყვების განმარტება. მოდით, კიდევ ერთი რამ გითხრათ დამატებით. თუ კი ვისაუბრე იმაზე, რომ ჩვენ ლაკანის მითითების მიხედვით უფრო წერას ვეკიდებით, ანუ ვცდილობთ სიცარიელეში ჩავწეროთ ეს სიტყვები. სიცარიელეში ვამბობ, რადგან ცხადია, რომ ფსიქოანალიტიკურ კაბინეტში არ არის საჭირო დაფის დათქმა და იქ რამის დაწერა.
მეორე მომენტი, რაზედაც მინდა მიმანიშნო, ფსიქოანალიტიკოსი არის ადამიანი, რომელიც თავის ენაზე არ საუბრობს. ჩვენ ლაკანის მითითების მიხედვით ვიყენებთ იმ სიტყვებს, რომლებსაც იყენებენ ჩვენი ანალიზანდები. ნება მომეცით სიტყვას სიტყვების შევცვალო უფრო მძიმე სიტყვით სიგნიფიანტებით. ჩვენ ხომ ადრე ვსაუბრობდით ფერდინანდ დე სიუსერზე იმაზე, რომ სიგნიფიანტი ეს არის სიტყვის ფორმა. ხოლო თუ ლაკანისადმი ვერნად დავრჩებით, მე გამარტივების მიზნით სიტყვებს ვამბობ, მაგრამ სინამდვილეში, თუ ლაკანისადმი ვერნად უნდა დავრჩეთ, უნდა ვთქვათ სიგნიფიანტი. და ძირითადად პოზიცია საკმაოდ მარტივია. პირველ რიგში სიგნიფიანტების მნიშვნელობა წარმოიქმნება ექსკლუზიურად კონტექსტში, ანუ სიგნიფიანტებს შორის და არა სიგნიფიანტსა და სიგნიფიკატს შორის. ყველა, ვინც ნიშნის სტრუქტურა გაიგო, მიხვდება რაზე ვსაუბრობ ახლა. ამ მიმართებით ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმ ენაზე, რომელზეც ჩვენი ანალიზანდი საუბრობს. ანუ მარტივად რომ ვთქვათ ვაბრუნებ ნათქვამს ადამიანს, რათა უკეთ გაიგოს. შემიძლია კითხვა დავსვა, სად არის აქ მძიმე? გამოსასჯელის შემდეგ უნდა დავსვათ თუ შეწყალების შემდეგ. და ასე შემდეგ. თეორია და პრაქტიკა ფსიქოანალიზში განუყოფელია. ახლა ვსაუბრობთ აფორიზმებზე, მაქსიმებზე ან ფორმულებზე, ასეთ ტევად მოკლე განცხადებებზე, ხშირად პროვოკაციულ განცხადებებზე, როდესაც ლაკანი აუდიტორიაში აგდებს ლაფამნი ეგზისტვა, ქალი არ არსებობს, ხალხი იბნევა, აუდიტორია ფიქრობს, ღმერთო, როგორ ეს? აქ ჩდებით ჩვენგანი ნახევარზე მეტი ქალია და აი რაღაც ადამიანი ამბობს, რომ ქალი არ არსებობს. თუ ვნახავთ ამ ფორმულას წერილობით ლაფამნი ეგზისტვა, ფუტკრივად ქართულად ქალი არ არსებობს, მაგრამ ქართულად საერთოდ ვერ გამოვთქვამთ ამ ფორმულას. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ არტიკლები არ გვაქვს. ლაკანი ხას უსვამს არა სიტყვა ფამს, ის კიდევ დაფაზე ხას უსვამს კიდევ რაღაცას, კერძოდ არტიკლ ლას, ანუ ქალი ერთეულ რიცხვში არ არსებობს. შემდეგ მათემატიკა. იქ ჩვენ დღეს არ წავალთ. ფიქრი, რომელიც თავში გვადგება. თუ ფრანგულად ვკითხულობდით, მე ფრანგულად ვკითხულობ, მაგალითად ასულელდება თუ არა ეს მისი გაგება. ჩემი პასუხი, უპირობოდ დიახ. ხდება თუ არა ლაკანი ნაკლებად რთული? არა. ფროიდი როგორც ლიტერატორი, როგორც გამოდაგენილი მწერალი, თავს არიდებდა ერთმნიშვნელობას, იგებდა რომ ენა არ არის ერთმნიშვნელოვანი, იგებდა რომ ჩვენ ვერ ვიგებთ სხვა ადამიანებს, როდესაც ისინი საუბრობენ. ლაკანი, როგორც წარმოუდგენელი ფრანგი ავტორი, აგრძელებს ფროიდის ტრადიციას, ენის რკევას. ის არ სურს გასაგები იყოს. ის სურს ძალისხმევით გადმოსცეს თავისი აზრი, მაგრამ იცის რა მოხდა ზიგმუნდ ფროიდს. არ გგონიათ, რომ მას რაღაც ძალიან ცუდი შეემთხვა. ფროიდი ძალიან სურდა, რომ მისი გაგება. მან მილიონჯერ იმსჯელა და დაწერა ამის შესახებ. აბა იმაზე მაინც, როდესაც საუბრობდით ფროიდზე, ძირითადი სიტყვა ჩემთვის, ისევე როგორც ლაკანისთვის სიტყვა რევოლუცია იყო. რევოლუცია აზროვნებაში, ეს არის სხვა აზროვნების წესი, სხვა ფორმა, სხვა დისკურსი, სხვანაირად რომ ვთქვათ. და ლაკანი, ფროიდის მწარე გაკვეთილით გაწვრთნილი, ამ გზას არ მიყვება. როდესაც ვიწყებთ რამის გამარტივებას, როდესაც გვინდა ვინმესთვის რამის გადმოცემა, მერე მილიონჯერ მოგვიწევს განმეორება, ამას არ გულისხმობდი. ჩემო მეგობრებო, ბოდიშს მიხდით მილიონჯერ ვისაუბრებ ამაზე. იმაზე, რომ ენა გამჭვირვალე არ არის. თუ იქნებოდა გამჭვირვალე, არასდროს მოვისმენდით ასე გავრცელებულ ფრაზას, რას გულისხმობ? კი, მე უკვე ყველაფერი ვთქვი. რა გსურთ, რომ იგივე გავიმეორო? არა, შენ გვისაუბრე იმავეზე, მაგრამ სხვა სიტყვებით, მაპატიე, სხვა სიტყვებით ეს იქნება სხვა ახსნა, სხვა საგანი, საბოლოო ჯამში. მე უკვე დავიწყე თქვენთან საუბარი იმაზე, რომ ლაკანს არც უნდოდა ყოფილიყო მარტივი და არც შეეძლო ყოფილიყო მარტივი. სად ნახეთ მარტივი სუბიექტი? ისეთი სუბიექტები, რომლებიც მარტივები არიან, არ არსებობს. ჩვენ არ შეგვიძლია სუბიექტზე მარტივად ვისაუბროთ. ფროიდმა გამოიგონა სპეციალური მეცნიერება, სახელად ფსიქოანალიზი, რათა სუბიექტზე ესაუბრა. ლაკანი კი ცდილობს თუ გნებავთ გააბრიალოს, გააუმჯობესოს და განავითაროს ეს ფროიდისეული აზრი. თითოეულ ენას თავისი რესურსები გააჩნია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემს ძალიან უცნაურ აზრს. ენა უნდა გავაქანოთ, ის არ უნდა დავიყვანოთ რაღაც ელემენტარულამდე, რაც ყოველთვის შეუძლებელია. პირიქით, ენა უნდა გავაქანოთ. ახლა მინდა გამოვხატო ყველაზე მთავარი აზრი. ლაკანი ის ადამიანია, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში ასწავლის. ის თავის სწავლებას ატარებს, მაგრამ ფსიქოანალიტიკურ სწავლებაში მთავარია ტრანსფერი. ანუ ეს არის სიყვარული მასწავლებლის მიმართ, იდენტიფიკაცია მასწავლებელთან თუ გნებავთ, ეს არის მცდელობა ვიფიქროთ ისე როგორც ის ფიქრობს. მაგრამ ახლა მე ვიყენებ სიტყვას, რომელიც ჩემი ლექსიკონიდან არ არის, თუმცა იმედი მაქვს, ის საჩვენებელი იქნება. ლაკანს ყველაზე ნაკლებად სურდა, თუნდაც ეს შესაძლებელი ყოფილიყო, გადაეცა ხალხისთვის რაღაც ინფორმაცია. ინფორმაციის შესახებ საბედნიეროდ ჩემი პირიდან ეს სიტყვა არ გაგიგონიათ და იმედი მაქვს, აღარ გაიგონებთ. მე ამ სიტყვას აღარ გავიმეორებ. ჩვენ ინფორმაციით არ ვართ დაკავებული, ჩვენ ცოდნით ვართ დაკავებული. თუ მე მაინტერესებს ლევ ტოლსტოის ანა კარენინა, ეს ჩემთვის მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს. მე მინდა გადავყლაპოს ლევ ნიკოლაევიჩ ტოლსტოის თითოეული სიტყვა, რადგან ის მაგარი მწერალია. მე არ მჭირდება მისგან არანაირი ინფორმაცია. არ მაინტერესებს ამ ისტორიის სინოფსისი. არც ფილმის გადმოყოლა, არც ინფორმაცია ფილმის შესახებ, ვინ თამაშობს ან რაც უარესია.
რამდენი ფული დაიხარჯა ფილმის წარმოებაზე, ეს ჩემთვის საერთოდ არაფერს ნიშნავს. მე მაინტერესებს ის ცოდნა, რომელსაც მივიღებ ვიზუალური პროდუქტის, ანუ ეკრანზე გამოჩენილი ხელოვნების ნახვის შედეგად. ანუ, წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეიძლება დევიდ ლინჩის ან ალფრედ ჰიჩკოკის ნებისმიერი ფილმი შეიცვალოს გადმოყოლით, ფილმის შესახებ ინფორმაციით. ყველაფერი ამ სიტყვას აღარ გამოვიყენებ. მოკლედ, ჩვენ ვსაუბრობთ ამოცანაზე. რა სურს ლაკანს? აი ეს კითხვა გაგვიჩნდა. ლაკანს სურს შექმნას ისეთი პირობები, რომ ადამიანს აუდიტორიაში ცოდნის ფორმირება დაეწყოს. ანუ, კითხვა, შეიძლება ცოდნის გადაცემა? პასუხი, არა. ცოდნა ფორმირდება მსმენელში, რომელიც აუდიტორიაშია. შესაბამისად, მასწავლებლის ამოცანა, რომელიც ლაკანს ასწავლის, მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ შექმნას პირობები, სადღაც ჩაუგდოს რაღაც იდუმალი ფორმულები, რათა ადამიანმა, რომელიც მეორე მხარესაა, ანუ აუდიტორიაში, ლაკანის მეორე მხარეს, დაიწყოს ცოდნის ფორმირება. ამას დროს სჭირდება დღეები, თვეები, ზოგჯერ წლები, რათა ცოდნა, რომელიც პატარ-პატარა აგურებით, რაღაც წარმოდგენებით, სხვადასხვა თეორიებითა და იდეებით შედგება, დაიწყოს გარკვეული მოზაიკის ფორმირება, რომელზეც გამოჩნდება სიტყვა ფსიქოანალიზი. ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლოს დავტოვე, როცა ვცდილობ გავცე პასუხი ლაკანის სირთულის შესახებ კითხვას. ახლა მე თქვი სწორი სიტყვა. ფრანგულად ჩვენ ვისმენთ ერთსა და იმავე სიტყვას ლაკანის პირიდან, difficile. მე განზრახ, სურს ჩემი ტექსტი გავხადო plus difficile, ანუ უფრო რთული. სიტყვა difficile შემიძლია ვთარგმნო, როგორც რთული ან ძნელი. და სიტყვა ძნელი, აქ ჩემი აზრით, სუპერწარმატებულია, რადგან ის ხაზს უსვამს, რომ ჩვენ შრომა გვჭირდება. ფსიქოანალიზში ყველა მიცის ერთი რამ, სხვა ადამიანის ცოდნით გამოკვება არანაირი აზრი არ აქვს. ერთადერთი გზა არის ტრანსფერი, რომელიც გატაცებას იწვევს, ხიბლავს, შეყვარებას იწვევს, რადგან ეს ცოდნას ეხება. როგორ მომწონს ლაკანის იდეა, უბრალოდ გასაოცარია. ლაკანი ფროიდის ამ აზრის ინტერპრეტაციისას ამბობს, თუ ტრანსფერი სიყვარულია, ეს არის სიყვარული ცოდნის მიმართ. შესაბამისად, როცა ახლა თქვენთან ერთად წარმოვიდგენთ ლაკანს აუდიტორიაში, სადაც მის წინ რამდენიმე ასეული ადამიანის ის, რომლებიც მონაწილეობენ პროცესში, არიან ჩართული რაღაც წარმოუდგენელ მოვლენაში, ლაკანის გამოსვლაში, მთავარი ფენომენი, რომელთანაც საქმე გვაქვს, ეს არის სიყვარული ცოდნის მიმართ. ფაქტობრივად, თუ გაქვს სიყვარული ცოდნის მიმართ, შენ ჩამოაყალიბებ ცოდნას. თუ სტუდენტთაგან ვინმე ამბობს, ძალიან მინდა გავიგო, აქ ვგრძნობ რაღაც წარმოუდგენლად დიდებულს, მაგრამ ჩემი ძალები არ მყოფნის. გონებრივი შესაძლებლობები არ მაქვს, ვერ ხვდები. მე მხოლოდ ამის მოსმენა მიხარია. რადგან მთავარი უკვე არსებობს. და იგივეს გეტყვით თქვენ, ბიჭებო, თუ გაქვთ სურვილი, ეს ყველაფერია, რაც გჭირდებათ. თუ გსურთ გარკვევა, თქვენ გაერკვევით, მაგრამ ამისთვის შრომაა საჭირო. არანაირი მზა იდეა, რომელიც გადმოგვეცა, ჩვენზე შთაბეჭდილებას არ მოახდენს. არა, არანაირი მზა აზრები. ჩვენ თითოეულმა ჩვენს მხარეს თავად უნდა ჩამოვაყალიბოთ ცოდნა. შემდეგ ლექციაზე ვეცდებით გავიგოთ, როგორ გახდა ასეთი ძნელი მოაზროვნე, ასე გავლენიანი და პოპულარული. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ უკვე შევეხეთ მოლაპარაკე ლაკანის საკითხს. თქვენ ხვდებით, რომ ეს არა მხოლოდ ადამიანია, რომელიც მუდმივად საუბრობს მოლაპარაკე სუბიექტზე, არამედ ადამიანი, რომელიც თავად ლაპარაკობს, მუდმივად, დაჟინებით, დაუღალავად, წლებისა და ათწლეულების განმავლობაში. მინდა ხაზი გავუსვა, თუ რამდენად განსხვავებულები არიან ის და ფროიდი. ფროიდი მწერალია, ადამიანი, რომელიც წერს. მას აქვს ლექციები ფსიქოანალიზის შესავალით და კიდევ ერთი მთელი კურსი, ახალი ლექციები ფსიქოანალიზის შესავალი. ეს არ არის ლექციები, ისინი ფორმით ლექციებადაა აგებული, მაგრამ ფროიდი მათ არასდროს კითხულობდა. ის წერდა, ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, როგორც გასულ ჯერზე ვისაუბრეთ, მაგრამ ეს ყველაფერი დაწერილია. ლაკანი სრულიად განსხვავებული ადამიანია. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ნათქვამი სიტყვა გაცილებით მეტად მრავალმნიშვნელოვანია, ზუსტად რომ ვთქვათ. და სწორედ ეს არის ის, რაც ლაკანს სჭირდება. ჩვენ ფსიქოანალიტიკოსები ვართ. ჩვენ ვაქანებთ მეტყველებას. ჩვენ გვესმის, რომ მნიშვნელობა ჩნდება აღნიშნულებს შორის. გვესმის, რომ გამჭვირვალე მნიშვნელობა არ არსებობს. ლაკანი ამბობს, ლაკანი ცნობილია იმით, რომ ის ნაკლებად არის ჩაწერილი ტექსტების ავტორი. 1966 წელს გამოვიდა უზარმაზარი ტომი სახელწოდებით ქვეც ფრანგულად, ანუ ჩაწერილი წერილები. ახლა ჩვენ თქვენთან სრულიად სხვა რამეზე ვსაუბრობთ, მოლაპარაკე ლაკანზე, მის სემინარებზე. ლაკანის ხმა 26 წლის განმავლობაში ისმოდა საჯარო სივრცეებში. სხვათა შორის არა მხოლოდ პარიზში. ის გამოდიოდა მაგალითად თავის საყვარელ ქალაქ რომში სამჯერ. ის კითხულობდა ლექციებს ბელგიაში, იმყოფებოდა ამერიკაში, იაპონიაში, ინგლისში. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მინდა გაგაოცოთ. ლაკანი სემინარებს ატარებდა 1953 წლიდან 1979 წლამდე, ანუ ფაქტობრივად თავისი გარდაცვალების წინამდე. ის 1981 წელს გარდაიცვალა. თუმცა ლაკანი მოკვდა, მაგრამ საფრანგეთში ჯერ კიდევ ყველა მისი სემინარი არ გამოქვეყნებულა. ის სემინარებს კითხულობდა, ან უფრო სწორად ატარებდა სხვადასხვა ადგილას. მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, აღნიშნო, რომ პირველი ადგილი იყო სენტ-ანის საავადმყოფო, სადაც ის მუშაობდა, ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა. 1953 წლიდან 1963 წლამდე, სანამ ლაკანს, როგორც თქვენ იცით, არ გარიცხავდნენ საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური საზოგადოებიდან, ის სემინარებს სენტ-ანის საავადმყოფოში ატარებდა.
შემდეგ როგორც უკვე ვისაუბრეთ, ის ალტიუსერისა და დორის დახმარებით გადავიდა ახალ ადგილას, უმაღლეს ნორმალურ სკოლაში. ანუ სამედიცინო დაწესებულებიდან საავადმყოფოდან ის გადავიდა ღია საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლო შესვლა. და ასეც იყო. იქ უამრავი ცნობის მოყვარე იყო, ისევე როგორც უამრავი წარმოუდგენლად ინტელექტუალი ადამიანი. ლაკანი იქ სემინარებს 1964 წლიდან 1969 წლამდე ატარებდა. შემდეგ როგორც უკვე აღნიშნეთ, უმაღლესი ნორმალური სკოლის დირექტორმა გადაწყვიტა, რომ ევროპასა და მთელ მსოფლიოში საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნების გარდა გავრცელებული რევოლუცია თითქოს და ჟაკ ლაკანის მიერ იყო გამოწვეული. როგორც გახსოვთ, ლაკანს თავად ორაზროვანი დამოკიდებულება ჰქონდა რევოლუციონერ სტუდენტებთან მიმართებაში და თუ აკრიტიკებდა მათ, ეს მხოლოდ მათი არასაკმარისი რადიკალიზმის გამო იყო. ლაკანი გაცილებით უფრო რადიკალი ადამიანია, რომელიც რევოლუციას საკუთარ თავში მოითხოვს. 1969 წელს ლაკანი გადავიდა სამართლის ფაკულტეტზე. წარმოიდგინეთ, იქ უკვე 1000 ადამიანი ეტეოდა. 1969-დან 1979 წლამდე, 10 წლის განმავლობაში, ეს ძალიან დიდი დროა, ლაკანი კითხულობდა სემინარებს, რომლებიც იკრიბებოდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ადამიანები ჩამოდიოდნენ, რათა შეერთებოდნენ ამ ფსიქოანალიტიკურ ცოდნას. და აი, არც მეტი, არც ნაკლები, სუსტად 10 წლის განმავლობაში ლაკანი ავრცელებდა თავის სწავლებას, თითქმის ყველგან. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ დღეს, მაგალითად, რომ რაღაც ლექციაზე, თანაც საშინლად რთულ ლექციაზე, იკრიბება არა 100, არა 200, არა 500, არა 700, არამედ 1000-ან მეტი ადამიანი. ეს მე მხოლოდ იმის ხაზგასასმელად ვამბობ, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ანუ 1960-იანი წლების წარმოუდგენელ თეორიულობაზე. სინამდვილეში ლაკანმა სემინარების ჩატარება ოდნავ ადრე, 1951 წელს დაიწყო და არა 1953-ში, თუმცა ეს არ იყო საჯარო სემინარები. ის მათ თავისი მომავალი ცოლის სილვია ბატაის ბინაში ატარებდა. ცხადია, იქ იკრიბებოდნენ მხოლოდ ახლობლები, ინტელექტუალი ადამიანები, რომლებიც ფროიდის სწავლებით იყვნენ დაინტერესებულნი. რადგან ლაკანი იწყებდა ფროიდის შემთხვევების ანალიზით, ის აანალიზებდა დორას, ვირთხაკაცის, გლისკაცის შემთხვევებს, შემდეგ კი დაიწყო საჯარო სივრცეში საუბარი. ასე რომ ლაკანმა სწავლება ანუ მასწავლებლობა, შეიძლება ითქვას, დაიწყო, როცა უკვე 50 წელს გადაცილებული იყო. აი, ასე. მისი მასწავლებლობა სრულიად უჩვეულო ხასიათს ატარებდა. როცა ვამბობ უჩვეულო, სურს ხაზი გავუსვა მის ექსტრავაგანტულობას, ექსცენტრიულობას, გარკვეულ თეატრალურობას იმ წარმოდგენებისა, რომლებსაც ლაკანი აწყობდა. მაგრამ ძირითადად ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ფიქრობს ლაკანი. ის არ მოდის წინასწარ ჩაწერილი, მთლიანად მომზადებული ლექციებით. სიმართლე რომ ვთქვა, ის ვერ იტანს სიტყვა conference და ამას არაერთხელ ხაზს უსვამს. მისთვის მნიშვნელოვანია ხან ღამით, ხან დილით, მცირე გეგმის ჩანაწერი გააკეთოს, შემდეგ კი აუდიტორიასთან შეხვედრაზე წავიდეს და იქ უკვე მიეცეს ფიქრებისთვის. ვის ვხედავთ ფაქტობრივად სემინარებზე? უცნაურია, მაგრამ რატომღაც ახლა მინდა ჩამოვთვალო რამდენიმე სახე, რომლებსაც თქვენთან ერთად შევხვდებოდით სემინარზე. მაგალითად, კლოდ ლევი-სტროსი გამოჩენილი. ანთროპოლოგი, ალბათ, საუკუნის ყველაზე ცნობილი ჰუმანიტარი. მის გვერდით ვხედავთ მორის მერლო-პონტის გამოჩენილ ფენომენოლოგს, ვიზუალური სფეროს მკვლევარს. მისგან არც ისე შორს ვხედავთ თავად ლუი ალტიუსერს, ალბათ, საუკუნის ყველაზე ცნობილ ფრანგ მარქსისტ-ლენინისტ ფილოსოფოსს. მისგან არც თუ ისე შორს არის პოლ რიკერი, ალბათ, ფილოსოფიური ჰერმენევტიკის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი. პოლ რიკერისგან არც ისე შორს შეგვიძლია დავინახოთ ცნობილი ფსიქოანალიტიკოსი ჟან ლაპლანში და მისი მეგობარი პონტალისი. ყველამ, ვისაც ფსიქოანალიზი უყვარს, იცნობს ფსიქოანალიზის ცნობილ ლექსიკონს, რომელსაც ლაკანის ეს ორი მოწაფე დაწერს. ახლოს ვხედავთ ფილოსოფოსს, რომელიც წარმოუდგენლად პოპულარულია რუსეთში, ხოლო საფრანგეთში, მით უმეტეს, ეს ჟილ დელეზია. ახლოს შეგვიძლია დავინახოთ ჟაკ დერიდა, დეკონსტრუქციის ფუძემდებელი. მათ გვერდითაა ჟან-ფრანსუა ლიოტარი, დიდი ესთეტიკოსი, რომელიც ცნობილი გახდა ძალიან რთული ცნების, პოსტმოდერნიზმის შემოღებით. იქვე ვხედავთ ჩემს საყვარელ ფილოსოფოს, ფსიქოანალიტიკოსსა და ანტიფსიქიატრს ფელიქს გუატარს, რომელიც ლაკანის მოწაფე იყო, მასთან ძალიან ახლო ადამიანი და რომელმაც მოგვიანებით ჟილ დელესთან ერთად შექმნა დისციპლინა, რომლის განხილვაც თქვენთან ძალიან მსურს, ეს არის შიზოანალიზი. ფელიქს გუატარი 6 წელი იწვა ლაკანის კუშეტზე, სანამ შიზოანალიზის შექმნას დაიწყებდა. აქ ვხედავთ ბოდრიარს, აქ ბენვენისტს. ახლოს ვხედავთ როლან ბარტს, გვერდით ჯულია კრისტევას. ახლოსაა ცნობილი მწერალი, ახალი რომანის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა, ფილიპ სოლერსი. ყველაფერი, ძვირფასო მეგობრებო, სიაში არაა. მე უბრალოდ მინდოდა ხაზი გამევსვა, რომ მთელი ეს ფრანგული ინტელექტუალური პანთეონი ლაკანის სემინარებზე იკრიბებოდა. ის იზიდავდა მათ თავისი აზრებით, თავისი რეფლექსიებით, თავისი სტილით, თავისი სირთულით, თავისი ნეოლოგიზმებითა და თავისი ავანგარდიზმით. რატომღაც მინდა ვთქვა, თუმცა თუ ხელოვნების ისტორიაზე ვისაუბრებ, ახლა თქვენთვის რაღაც ახალს გეტყვით, ლაკანის სტილი ბაროკოა.
ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა თავად ლაკანი ეთანხმება იმას, რომ მას ბაროკოს მოაზროვნეს უწოდებენ, ანუ ძალიან რთულ, სრულიად არაცრფი, რთულად გადახოლ-გადაჯაჭვულ მოაზროვნეს, რომელიც სწორედ ბაროკოს ესთეტიკის ფუნდამენტური პრობლემებითაა დაკავებული. სიცოცხლე და სიკვდილი, სიყვარული და სიკვდილი, სექსუალობა, ძალადობა და, ალბათ, ყველაზე რთული, სული და სხეული. რამდენად გადაჯაჭვულნი არიან ისინი? ბაროკო, ჩემი აზრით, ფუნდამენტური მომენტია ლაკანის აზრის გასაგებად. არანაკლებ მნიშვნელოვანია და ამას თქვენთან სასწრაფოდ მსურს გაზიარება, ირონია. მე ყოველთვის გაოცებული ვარ, როცა ლაკანის მკითხველები და თაყვანისმცემლები მის ყოველ გამონათქვამს ზედმეტად სერიოზულად ეკიდებიან და ივიწყებენ, რომ ლაკანი განზრახ ართულებს რაღაცებს და რომ ის ძალიან ირონიული ადამიანია. ის დისტანციას ინარჩუნებს, ხშირად თავისივე ნათქვამის მიმართაც. ამიტომ იცით, სინამდვილეში ირონია საშუალებას აძლევს მას, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ფსიქოანალიზის საფუძვლები, არც მეტი, არც ნაკლები. ეს ფუნდამენტური მომენტებია. და ბოლოს ცოტა უხერხულად გრძნობ თავს ამ ყველაფერზე საუბრისას, რადგან ბევრი წამიკითხავს ლაკანის შესახებ, მოგონებები, ბიოგრაფიები, მემუარები, თეორიული ნაშრომები, მაგრამ მე თავად მის სემინარებზე არ ვყოფილ ვარ. ნება მიბოძეთ, მოგიყვანოთ მცირე ციტატა ადამიანისგან, რომელიც 1960-იან წლებში, განსაკუთრებით 1968 წელს, მუდმივად ესწრებოდა ლაკანის სემინარებს. ეს ჩემი მეგობარი და კოლეგა, იტალიელი ფსიქოანალიტიკოსი სერჯიო ბენვენუტა. აი რას წერს ის თავის ახალ წიგნში სიმლექციები ლაკანის შესახებ. ლაკანი საუბრობდა ისე, რომ არანაირი ფასდაკლება არ უკეთებდა მასების გაგების უნარს. ის ისე ლაპარაკობდა, როგორც სემინარებზე ისაუბრებდა. მოკლედ, ის არ იყო ცირკის მსახიობი. ლაკანი თავის აუდიტორიას საშუალებას აძლევდა, დაენახა, როგორ ფიქრობდა ის. ლაკანი ყოველთვის იმპროვიზირებდა. ის ფრაზას იწყებდა, სანამ მის დასრულებას გააზრებდა. ის თავის მეტყველებას თავდაკირა აყენებდა, ებრძოდა მას. მან საშუალება მოგცა დაგვენახა სიტყვის მუშაობა, ერთდროულად ქაოტური და შრომატევადი. ლაკანი, რა თქმა უნდა, ძალიან უჩვეულო მოაზროვნეა და მისი ფიქრები ხშირად იდუმალი, საიდუმლოებით მოცულია. ლაკანს ძალიან უყვარს ფორმულები, მას მრავალი აქვს. ერთი მხრივ ლაკანის ნაშრომებში შეგვიძლია ვიპოვოთ უამრავი ალგებრული ნიშანი და ფორმულა, რომლებიც აბსოლუტურად მათემატიკურად გამოიყურება. ანუ დაფაზე ვხედავთ ნიშნებს, თითქმის კვადრატულ ფესვებსაც კი. მეორე ტიპის ფორმულები კი ფაქტობრივად აფორიზმები ან მაქსიმებია. ანუ ეს ის ფორმულებია, რომლებიც სიტყვებისგან შედგება. მაგალითად, ყველაზე მნიშვნელოვანი და ალბათ საშინლად რთული ლაკანის მაქსიმა, არ დანებდე შენს სურვილს, დაჟინებით იდექი შენს სურვილზე. გაგაოცებთ, მაგრამ ფროიდსაც უყვარდა ფორმულები. მან სხვათა შორის სწორედ ეს სიტყვა გამოიყენა, მაგალითად, ქვეცნობიერი, ეს ხვისი დისკურსია, სექსუალური ურთიერთობები არ არსებობს და ასე შენ. მე კი მსურს კომენტარი გავაკეთო ლაკანის ერთ გამონათქვამზე. აქ მაპატიეთ, გთხოვთ, ფრანგული ენის გარეშე ვერ გავძლებთ, რადგან თითოეული ენა განსხვავებულია. თუნდაც ერთი ენის ფარგლებში ჩვენ თითქოს სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ. მოკლედ მაგალითისთვის მოვიყვან ფორმულას, რომელიც ფრანგულად საოცრად ჟღერს, Je parle toujours le vrai. ანუ ურზე აღქმით ეს ჟღერს ასე, Je me parle, ლაპარაკობ, toujours, ყოველთვის la vérité, სიმართლე. მე ყოველთვის ვამბობ სიმართლეს, ჭეშმარიტებას. მოусმინეთ თუ ასეთ ფრაზას გაიგონებთ, არ ვიცი, თქვენ ძვირფასო მეგობრებო როგორ იგრძნობთ, მაგრამ მე პირველ რიგში ხრებს ვიჩეჩავ და ვიტყვი, აბა რა თქმა უნდა, ამ ადამიანს თავის მაღალი წარმოდგენა აქვს. ის ყოველთვის ამბობს სიმართლეს. მაშინაც კი, თუ ეს ლაკანია, ეს ფრაზა ძალიან საეჭვოდ მეჩვენება. მაგრამ ეს ხრიკია. ჩვენ თქვენთან ერთად ხაფანგში გავეხვიეთ, რადგან ამ ფრაზის თარგმანი სინამდვილეში არასწორია. ლაკანის ერთ-ერთი პრობლემატიკა, რომელშიც არ ვიცი, ჩავწირავთ თუ არა, მაგრამ მის გარეშე საერთოდ ვერ გავძლებ, არის ის, რომ ლაკანი არა მხოლოდ ფსიქოანალიტიკოსია, ის ადამიანია, რომელიც ასწავლის. მას აქვს თავისი სწავლება და ცდილობს მის გადაცემას. ლაკანი ამბობს, ეს ზეპირი მეტყველებაა და ყველა ფანტასტიკა ჩნდება წერასა და მეტყველებას შორის ზღვარზე. საით მივყავარ? იმისკენ, რომ ზეპირად და წერილობით ფრაზები შეიძლება სრულიად განსხვავებულად გამოიყურებოდეს. სხვა სიტყვებით, დასაჯე არ შეიწყალო, ეს სუპერფსიქოანალიტიკური ფრაზაა. იმედი მაქვს, ამას ახსოვთ. მე ეს ჯერ კიდევ საბჭოთა სკოლაში გავიგე, რომ სწორად უნდა წერო, თორემ შეიძლება ვიღაცას სიკვდილის განაჩენი მიუსაჯო. ლაკანის აზრით, ფსიქოანალიზის ძალიან მაგარი გაგებაა ის, რომ ფსიქოანალიტიკოსი იკავებს პუნქტუაციის ნიშნების განმაწესებლის, ანუ ანალიზანტის მეტყველების გადამწერის ადგილს. სხვა სიტყვებით, ფსიქოანალიტიკოსი ეს მწერალია. ფსიქოანალიტიკოსი უპირველეს ყოვლისა ის ადამიანია, რომელიც მუშაობს მხოლოდ ready-made-ით, როგორც მარსელ დიუშანი იტყოდა, ანუ ადამიანი, რომელიც მუშაობს მზა გამონათქვამებთან. და ამ გამონათქვამებს ჩვენ ანალიზანტთან ერთად გადავხედავთ, გადავააზრებთ და გადავწერთ. კიდევ ერთხელ ლაკანის იდეა, ფსიქოანალიტიკოსი, ეს ის ადამიანია, რომელიც წერს ანალიზანტის მიერ დაწერილი ტექსტის თავზე. ეს მომენტი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რადგან ყოველთვის არსებობს განხეთქილება მეტყველებასა და წერას შორის, იმას შორის, რაც ნათქვამია და რაც ჩაწერილია. ახლა მინდა, რომ ამაში დარწმუნდეთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ლაკანის ფრაზას, რომელიც მე განზრახ არასწორად ვთარგმნე, მაგრამ ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ მაპატიეთ, მე ის ზუსტად ვთარგმნე ყურზე თარგმნის თვალსაზრისით. მე ყოველთვის ვამბობ სიმართლეს.
თუმცა თუ შევხედავთ, თუ როგორ წერს ამ ფრაზას ლაკანი ან ვნახავთ მის ჩანაწერებში ამ ფრაზის კომენტარებს, მივხვდებით, რომ ის სხვაგვარად ითარგმნება. მე ყოველთვის ვამბობ სიმართლეს. ჟე ყოველთვის ამბობს სიმართლეს. არა, მე გიყვებით სიმართლეს, არამედ ჩემი ჟე გიყვებით სიმართლეს. უცნაურად ჟღერს, არა? ამ ფრაზის გასაგებად ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ პირველი პირის მხოლობითი რიცხვი, რომელსაც ლაკანი იყენებს, ჟე, მისთვის ფაქტობრივად სუბიექტს, ქვეცნობიერ ფსიქიკას ნიშნავს. ანუ, მე შემიძლია მოვიტყუო თავი, მოვატყუო სხვები, მაგრამ ჩემი ქვეცნობიერი გამოხატავს ჩემს სიმართლეს. აქ სხვათა შორის უნდა გავაკეთო ერთი შენიშვნა, რომ ნათელი იყოს. ჩვენ ხომ ფსიქოანალიზზე ვსაუბრობთ. ჩვენ, მეგობრებო, არ ვსაუბრობთ ობიექტურ მეცნიერებაზე. ანუ, ლაკანი საუბრობს ორ სიმართლეზე, ორ სრულიად განსხვავებულ სიმართლეზე. ერთი მისთვის საერთოდ არ არის საინტერესო, ეს ობიექტური მეცნიერული სიმართლეა, რომელიც ცოდნის სფეროს ეკუთვნის, ფრანგულად connaissance. რა აინტერესებს ლაკანს? ის ხომ ფსიქოანალიტიკოსია, არა? მას აინტერესებს სუბიექტური სიმართლე და არა ობიექტური. ფრანგულ ენაში ეს სრულიად სხვა სიტყვა, savoir. ანუ, ერთ შემთხვევაში გვაქვს connaissance, მეორეში savoir. ერთ შემთხვევაში საქმე გვაქვს მეცნიერულ ცოდნასთან, მეორეში სუბიექტის სიმართლესთან. ან შეიძლება გაგაოცოთ ისტორიულ სიმართლესთან. აი, ხვდებით, რა ხდება, როგორც კი კონკრეტული დისკურსის ფარგლებში მოქმედებთ, ყველა სიტყვა იძენს თავის სპეციფიკურ მნიშვნელობას. ანუ სიტყვა სიმართლე თავისთავად არაფერს ნიშნავს. ან უნდა მოვათავსოთ ის კონტექსტში, ვთქვათ, ფიზიკის, მათემატიკის ან ბიოლოგიის და იქ მას ექნება ერთი მნიშვნელობა. ფსიქოანალიზში სრულიად სხვა. ეს ექსკლუზიურად ის სიმართლეა, რომელიც საუბრობს სუბიექტზე, ანუ კონკრეტულ ადამიანზე. გასაოცარია, რომ ლაკანი ამ სიმართლეს ისტორიასთან აკავშირებს. აქ, ალბათ, დროა, გარკვევა შევიტანო რაღაც მნიშვნელოვანი მომენტი, რადგან როცა ვამბობ ისტერია, ეს ხომ ფსიქიატრიის ცნება და შეიძლება იფიქროთ, უი, ეს ხომ ფსიქიკური აშლილობის შესახებ საუბარია, ეს ხომ ნევროზია, ისტერია. მაგრამ, მაპატიეთ, აქაც იგივე ხდება. ახლა ძალიან ნელა ვისაუბრებ, რადგან ძალიან მინდა, ეს აზრი თქვენამდე მივიტანო. სიტყვის მნიშვნელობა დამოკიდებულია იმ კონტექსტზე, რომელშიც ჩავსვამთ მას. ახლა მოვიყვან მაგალითს ჩვენი ამჟამინდელი საუბრიდან. ეს სიტყვა, ისტერია. რას ნიშნავს ის? როცა ამ სიტყვას ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდებით, როცა ვიღაცას ეუბნება, მორჩი ისტერიკას, ეს ერთ რამეს ნიშნავს, ვიღაცამ თავი ვეღარ შეიკავა, ვიღაცას ფეხი დაადგეს, ისკვირის, თეფშს ისვლის. ჩვენ ვამბობთ, მორჩი ისტერიკას. ეს ამ სიტყვის ყოველდღიური მნიშვნელობაა. როცა სიტყვა ისტერიას ფსიქიატრიული დისკურსის ფარგლებში ვსვამთ, ის ერთ ნევროს ნიშნავს. და აქედან შეიძლება დაიწყოს ძალიან საინტერესო ისტორიები, მაგალითად, ჟან მარტენ შარკოსა და ზიგმუნდ ფროიდის შესახებ. რას გულისხმობს ლაკანი, როცა ისტორიაზე საუბრობს? ისტერიკი, ეს ის ადამიანია, რომელიც საკუთარ თავს უსვამს კითხვას, ვინ ვარ მე, ცხოვრების ყველაზე რთულ კითხვას. ჩემი ისტერია მიმიყვანა ფსიქოანალიზამდე, რადგან როცა 3-4 წლის ვიყავი, გონი სწორედ ეს კითხვა დავსვი. საიდან მოვედი, ვინ ვარ, სად ვიყავი აქამდე და რა იქნება შემდეგ. ლაკანი ამბობს, რომ ფსიქოანალიზი უნდა დაიწყოს პაციენტის ან ანალიზანტის, როგორც ჩვენ ვეძახით, ისტერიზაციით. როცა ლაკანი ამბობს, ჩვენ სხვა უნდა ისტერიზირდეს, ის გულისხმობს, რომ სხვამ უნდა დაისვას ისეთი კითხვები, რომლებზეც მას გარდა არავინ უპასუხებს, ვინ ვარ, საიდან მოვედი, საით მივდივარ, რატომ ასეა? რატომ არა სხვაგვარად? როგორ გავხდი ის, ვინც გავხდი? ანუ, ახლა ჩვენ თქვენთან ერთად ენისა და კონტექსტების რთულ ქსელში გავეხვიეთ. საუბრობთ იმაზე, რომ სიტყვები კარგავენ ერთ მნიშვნელობას და იძენენ მეორეს. და რომ ფსიქოანალიზის გაგება შესაძლებელია მხოლოდ თავად ფსიქოანალიზიდან, აქ ვერც ფილოსოფია, ვერც ლინგვისტიკა, თუნდაც ყველაზე ახლო დისციპლინები და ვერც კიბერნეტიკა ან კვანტური ფიზიკა დაგვეხმარება. ფსიქოანალიზი თავისთავად უნდა გავიგოთ. თორემ ის ფრაზა, რომელსაც მე სამეთმა პატიეთ გავიმეორებ, Paul Todgers love it, არაფერს მოგცემს. ჩვენ საერთოდ ვერაფერს გავიგებთ. მოკლედ, რა მინდოდა მეთქვა? პირველი, ლაკანს უყვარს ფორმულებით საუბარი და ეს ფორმულები მრავალგვარ ინტერპრეტაციას იძლევა. მათ გასაგებად ხშირად საჭიროა შევადაროთ, როგორ ჟღერს ისინი და როგორ იწერება. ახლა ვიტყვი ერთ სიტყვას ძალიან მოკლეს და გარანტიას გაძლევთ, ვერ მიხვდებით, რის თქმას ვაპირებ. La chose. ყველამ, ვინც ფრანგულს იცის, ახლა იღიმის და ამბობს, ჰა, რას გულისხმობს ეს ვიქტორ არონოვიჩი, როცა ამბობს, რომ ვერ გავიგებთ, რა არის la chose. La chose, ეს უბრალოდ ნივთია. Destin, ეს უბრალოდ ნივთია გერმანულად, ინგლისურად და ფრანგულად. მაგრამ საქმე აირაშია, თუ წერილობით ვნახავ არტიკლს ცალკე და არსებით სახელს chose ცალკე, დიახ, ეს ნივთია. მაგრამ თუ ვნახავ როგორ წერს ამას ლაკანი, ლიაპოსტროფ chose, მაშინ ეს ნივთი აღარ იქნება, არამედ პირიქით სრულიად საპირისპირო. მიესალმეთ დიალექტიკას. საპირისპიროების ბრძოლა და ერთობა. ნივთი და არანივთი ერთ შეფუთვაში ერწყმის ერთმანეთს. მოკლედ, მზად ვიყოთ, რომ ოდესღაც კიდევ ერთ ფორმულას შევეხებით და ვეცდებით, გავარკვიოთ. კიდევ ერთხელ ხას ვუსვამ, ნებისმიერი მაქსიმა მრავალნიშნულოვანია. ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანურ ენასთან. ჩვენთან არა ამეცნიერება, ჩვენთან ფსიქოანალიზია, ხელოვნება, ამ სიტყვების ინტერპრეტაცია. კარგი, ნება მიბოძეთ, კიდევ ერთი რამ გითხრათ უკვე დამატებით.
რადგან დავიწყე საუბარი იმაზე, რომ ლაკანის რჩევის თანახმად ჩვენ უფრო წერით ვართ დაკავებული, ანუ ვცდილობთ ეს სიტყვები სიცარიელეში ჩავწეროთ. მე ვლაპარაკობ სიცარიელეში, რადგან ცხადია, რომ ფსიქოანალიტიკურ კაბინეტში არ არის საჭირო დაფის დადგმა და მასზე რაიმეს ჩაწერა. მეორე მომენტი, რაზეც მინდა მივუთითო, ფსიქოანალიტიკოსი ის ადამიანია, რომელიც არ საუბრობს თავის ენაზე. ლაკანის რჩევის თანახმად ჩვენ ვიყენებთ იმ სიტყვებს, რომლებსაც ჩვენი ანალიზანტები იყენებენ. ნება მიბოძეთ სიტყვები, ოდნავ უფრო მძიმე ტერმინით ჩავანაცვლო, აღნიშნელი. ჩვენ ხომ ადრე ვისაუბრეთ, არა? ფერდინანდ დე სოსიურზე იმაზე, რომ აღნიშნელი არის სიტყვის ფორმა. თუ ლაკანის ერთგული ვიქნებით, მე სიმარტივისთვის ვამბობს სიტყვები, მაგრამ სინამდვილეში, თუ ლაკანის ერთგული ვართ, უნდა ვთქვათ აღნიშნელი. ფაქტობრივად, პოზიცია საკმაოდ მარტივია. პირველ რიგში აღნიშნელთა მნიშვნელობა ჩნდება ექსკლუზიურად კონტექსტში, ანუ აღნიშნელებს შორის და არა აღნიშნელსა და აღნიშნას შორის. ვისაც ნიშნის სტრუქტურა ესმის, იცის, რაზე ვსაუბრობ ახლა. ამ კონტექსტში ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმ ენაზე, რომელზეც ჩვენი ანალიზანტი ლაპარაკობს. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, მე დაუბრუნებ ნათქვამს ადამიანს, რათა მან უკეთ გაიგონოს. შეიძლება დავსვა კითხვა, აქ სად არის მძიმე? მისი დადება გვჭირდება დასაჯეს შემდეგ თუ შეიწყალეს შემდეგ. და ასე შე, თეორია და პრაქტიკა ფსიქოანალიზში განუყოფელია. ახლა ჩვენ თქვენთან საუბრობთ აფორიზმებზე, მაქსიმებზე ან ფორმულებზე, ისეთ მოკლე, ტევად გამონათქვამებზე, რომლებიც ხშირად პროვოკაციულია. როცა ლაკანი აუდიტორიაში აგდებს ფრაზას, მაგალითად, la femme just pass, ქალი არ არსებობს, ადამიანები გაოგნებულნი არიან, აუდიტორია კი ფიქრობს, ღმერთო ჩემო, როგორ თუ? აქ ვსხედვართ, ჩვენი ნახევარზე მეტი ქალია და აქ ვიღაც ამბობს, რომ ქალი არ არსებობს. თუ ამ ფორმულას წერილობით ვნახავთ, la femme just pass, სიტყვასიტყვით ქართულად ქალი არ არსებობს, მაგრამ ქართლად ამ ფორმულის ზუსტად გადმოცემა საერთოდ ვერ მოხერხდება. პრობლემა ისაა, რომ ჩვენთან არტიკლები არ გვაქვს. ლაკანი ხომ არა სიტყვა femmes ხაზავს ის დაფაზე სხვა რაღაცას ხაზავს, კერძოდ article-ს, ანუ ქალი მხოლობით რიცხვში არ არსებობს. შემდეგ კი მათემატიკა იწყება, სადაც დღეს თქვენთან ერთად არ შევალთ. ის აზრები, რომლებიც თავში მოგდის. თუ ფრანგულად ვკითხულობთ, მაგალითად მე ვკითხულობ ფრანგულად, აადვილებს თუ არა ეს ლაკანის გაგებას. ჩემი პასუხია, უდავოდ დიახ. ხდება თუ არა ლაკანი ნაკლებად რთული? არა. ფროიდი როგორც ლიტერატორი, როგორც გამოჩენილი მწერალი, თავს არიდებდა ერთმნიშვნელოვნებას, რადგან ესმოდა, რომ ენა არასოდესაა ერთმნიშვნელოვანი. ესმოდა, რომ ჩვენ არ გვესმის სხვა ადამიანების, როცა ისინი საუბრობენ. ლაკანი, როგორც წარმოუდგენელი ფრანგი ავტორი, აგრძელებს ფროიდის ამ ტრადიციას, ენის ქანაობას. ის არ სურს იყოს გასაგები. ის მთელი ძალებით ცდილობს თავისი აზრის მიწოდებას, მაგრამ იცის, რა დაემართა ზიგმუნდ ფროიდს. არ გგონიათ, რომ ფროიდს რაღაც ძალიან ცუდი დაემართა? ფროიდს საშინლად უნდოდა, რომ გაეგოთ. მან ამის შესახებ მილიონჯერ თქვა დაწერა, გაიგეთ საბოლოოდ, როცა ფროიდზე საუბრობდით, ჩემთვის, ისევე როგორც ლაკანისთვის, მთავარი სიტყვა იყო რევოლუცია. რევოლუცია აზროვნებაში, ეს სხვა ფიქრის მანერაა, სხვა ფორმა, სხვა დისკურსი, სხვაგვარად რომ ვთქვათ. ლაკანი ფროიდის მწარე გაკვეთილით გაწვრთნილი, ამ გზას არ მიჰყვება. როდესაც ჩვენ რაღაცის გამარტივებას ვიწყებთ, როდესაც გვინდა ვინმეს რაღაც მივაწვდინოთ, შემდეგ მილიონჯერ მოგვიწევს გამეორება. მე ეს არ მქონდა მხედველობაში. მეგობრებო, მაპატიეთ, მე ამაზე კიდევ მილიონჯერ ვისაუბრებ, იმაზე, რომ ენა გამჭვირვალე არ არის. თუ ის გამჭვირვალე იქნებოდა, ჩვენ არასდროს გაგვიგონია ეს ფართოდ გავრცელებული ფრაზა, რას გულისხმობ. მე ხომ ყველაფერი ვთქვი, რა გინდა, იგივე გავიმეორო. არა, აგვიხსენი იგივე სხვა სიტყვებით, მაპატიე, სხვა სიტყვებით ეს იქნება სხვა ახსნა, სხვა საგანი, საბოლოო ჯამში. მე უკვე დავიწყე თქვენთვის საუბარი იმაზე, რომ ლაკანს არ სურდა ყოფილიყო მარტივი და არც შეიძლებოდა ყოფილიყო მარტივი. სად ნახეთ მარტივი სუბიექტი? ასეთი სუბიექტები, რომლებიც მარტივები იქნებოდნენ, არ არსებობენ. ჩვენ არ შეგვიძლია სუბიექტზე მარტივად საუბარი. ფროიდმა გამოიგონა სპეციალური მეცნიერება, სახელად ფსიქოანალიზი, რათა ისაუბროს სუბიექტზე. ლაკანი კი ცდილობს ამ ფროიდისეული აზრის გაპრიალებას, განვითარებას, თუ გნებავთ. თითოეულ ენას თავისი რესურსები აქვს. ანუ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემს ძალიან უცნაურ აზრს, ენი ამუშავება, მისი ელემენტარულამდე დაყვანა შეუძლებელია, პირიქით, ენა უნდა ამუსავდეს, გაქანდეს, ამოძრავდეს. ახლა კი მსურს ყველაზე მთავარი აზრის გამოთქმა. ლაკანი ადამიანია, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში ასწავლის, ის თავის სწავლებას ატარებს. მაგრამ ფსიქოანალიტიკური სწავლების მთავარი, ეს არის გადატანა. ანუ ეს არის მასწავლებლის სიყვარული, მასწავლებელთან იდენტიფიკაცია, თუ გნებავთ, მისი მსგავსად ფიქრის მცდელობა. მაგრამ ეს სიტყვა, რომელსაც ახლა ვიყენებთ, ჩემი ლექსიკონიდან არაა, თუმცა იმედი მაქვს, რომ ის მაინც გარკვევით იქნება. ლაკანს ყველაზე ნაკლებად სურდა, თუნდაც ეს შესაძლებელი ყოფილიყო, ხალხისთვის რაიმე ინფორმაციის გადაცემა. ინფორმაციაზე საბედნიეროდ ჩემი პირიდან ეს სიტყვა არ გაგიგონიათ და იმედი მაქვს, აღარ გაისმება. ჩვენ ინფორმაციით არ ვართ დაკავებული, ჩვენ ცოდნით ვართ დაკავებული. თუ მე მაინტერესებს ლევ ტოლსტოის ანა კარენინა, ეს ჩემთვის მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს. მე მსურს ლევ ნიკოლაევიჩ ტოლსტოის ყოველი სიტყვის გადაკლაპვა, რადგან ის დიდებული მწერალია. მისგან არანაირი ინფორმაცია არ მჭირდება. ამ ისტორიის სინოფსისი არ მაინტერესებს. ფილმის გადმოყოლა ან ინფორმაცია ფილმის შესახებ, ვინ თამაშობს, ან უარესი, რამდენი ფული დაიხარჯა ფილმის წარმოებაზე, ჩემთვის საერთოდ არაფერს ნიშნავს. მე მაინტერესებს ის ცოდნა, რომელსაც მე შევძლებ შევაგროვო ვიზუალური ხელოვნების, ეკრანზე გამოსახული ხელოვნების ნახვის შედეგად. ანუ მე წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეიძლება დევიდ ლინჩის ან ალფრედ ჰიჩკოკის ნებისმიერი ფილმი გადმოყოლით, ან ფილმის შესახებ ინფორმაციით ჩანაცვლება. ყველაფერი ამ სიტყვას აღარ გამოვიყენებ.
ასე რომ ჩვენ ვსაუბრობთ ამოცანაზე. რა უნდა ლაკანს? აი ეს კითხვა გაგვიჩნდა. ლაკანს სურს ისეთი პირობების შექმნა, რომ ადამიანს, რომელიც აუდიტორიაშია, დაიწყოს ცოდნის ფორმირება. ანუ კითხვა, შეიძლება თუ არა ცოდნის გადაცემა? პასუხი, არა. ცოდნა ფორმირდება მსმენელში, რომელიც აუდიტორიაშია. შესაბამისად, მასწავლებლის ამოცანა, ვინც ლაკანს ასწავლის, მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ შექმნას პირობები, სადღაც ჩაუგდოს რაღაც იდუმალი ფორმულები, რათა ადამიანმა, რომელიც მეორე მხარესაა, ანუ აუდიტორიის მეორე მხარეს, ლაკანის მეორე მხარეს, დაიწყოს ცოდნის ფორმირება. ამას კი დრო სჭირდება დღეები, თვეები, ზოგჯერ წლები, რათა ცოდნა, რომელიც პატარ-პატარა აგურებით, რაღაც წარმოდგენებით, სხვადასხვა თეორიებით, სხვადასხვა იდეებით შედგება, დაიწყოს გარკვეულ მოზაიკად ჩამოყალიბება, რომელზეც გამოჩნდება სიტყვა ფსიქოანალიზი. ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლოს დავტოვე, როდესაც ვცდილობდი პასუხის გაცემას ლაკანის სირთულის შესახებ კითხვაზე. ახლა მე თქვი საჭირო სიტყვა. ფრანგულად ჩვენ ვისმენთ ერთსა და იმავე სიტყვას ლაკანის პირიდან, დეფისილ. მე განზრახ, სურს ჩემი ტექსტი გავხადო, პლუდეფისილ, ანუ უფრო რთული. სიტყვა დეფისილ შემიძლია ვთარგმნო როგორც რთული და შემიძლია ვთარგმნო როგორც ძნელი. სიტყვას ძნელი ჩემთვის ძალიან წარმატებული, სწორი ჩანს აქ, რადგან ის ხაზს უსვამს, რომ ჩვენ შრომა გვჭირდება. ფსიქოანალიზში ყველა მიცის ერთი რამ, სხვა ადამიანის საკუთარი ცოდნით გამოკვება არანაირი აზრი არ აქვს. ერთადერთი გზა, ეს არის გადატანა, რომელიც იზიდავს, მოხიბლავს, შეგაყვარებს, რადგან ეს ცოდნას ეხება. როგორ მომწონს ლაკანის იდეა, უბრალოდ გასაოცარია. ლაკანი ამბობს ფროიდის ამ აზრის ინტერპრეტაციით, თუ გადატანა სიყვარულია, მაშინ ეს არის ცოდნის სიყვარული. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ახლა წარმოვიდგენთ ლაკანს აუდიტორიაში, სადაც მის წინ რამდენიმე ასეული ადამიანია, რომლებიც მონაწილეობენ ამ პროცესში, რომლებიც ჩართულნი არიან რაღაც წარმოუდგენელ მოვლენაში, ლაკანის გამოსვლაში, მთავარი ფენომენი, რომელთანაც ჩვენ გვაქვს საქმე, ეს არის ცოდნის სიყვარული. თუ შენ გაქვს ცოდნის სიყვარული, მაშინ შენ ცოდნას ჩამოაყალიბებ. თუ სტუდენტთაგან ვინმე ამბობს, ძალიან მინდა გავიგო, მე ვგრძნობ აქ რაღაც წარმოუდგენლად დიდებულს, მაგრამ ჩემი ძალები არ მყოფნის, ინტელექტუალური შესაძლებლობები არ მაქვს, მე არ მესმის, მე უბრალოდ ძალიან მიხარია ამის მოსმენა, რადგან ყველაზე მთავარი უკვე არსებობს. მე იგივეს გეტყვით, მეგობრებო, თუ სურვილი გაქვთ, ეს არის ყველაფერი, რაც გჭირდებათ. თუ გსურთ გარკვევა, თქვენ გაერკვევით. მაგრამ ამისთვის შრომაა საჭირო. არც ერთი მზა იდეა, რომელიც გადაგვეცა არ შეგვაძრწუნებს. საერთოდ არა. არანაირი ფიქრები. ჩვენ თითოეულმა უნდა ჩამოვაყალიბოთ ცოდნა ჩვენს მხარეს. შემდეგ ლექციაზე ვეცდებით გავიგოთ, როგორ გახდა ასეთი ძნელი მოაზროვნე, ამდენად გავლენიანი და პოპულარული. ლექცია მე-6. რატომაა ლაკანი სუპერვარსკვლავი? ლაკანის აპოლოგია 1960-იან წლებზე მოდის. როგორც კი 30 წელი შეუსრულდა, ის ინტელექტუალურ სცენაზე გამოვიდა. ჩემი აზრით, 1960-იანი წლები დასავლეთის სამყაროში, განსაკუთრებით ევროპაში, ყველაზე ინტელექტუალური წლებია. ეს თეორიის აყვავების წლებია. იმავე ეპოქის ერთ-ერთი გამოჩენილი ესთეტიკოსი და ფილოსოფოსი ლაკანის თანამედროვე ჟან-ფრანსუა ლიოტარი ბევრს საუბრობდა თეორიაზე. 1970-იანი წლების ბოლოს ის ამბობდა, რომ კულტურაში უკან დახევა დაიწყო, თითქოს მოთხოვნით შეწყდეს თეორიული ტერორი. მე საშინლად მომწონს ლიოტარის ეს სიტყვები, რომელმაც თეორიული ტერორი არანაირად არ შეწყვიტა. როცა 1960-იან წლებზე ვსაუბრობ, წარმოიდგინეთ, რა ხდებოდა ლაკანის გარშემო. მე უკვე აღვნიშნე ემილ ბენვენისტი, გამოჩენილი ლინგვისტი. ჩვენ ვახსენეთ რომან იაკობსონი, კლოდ ლევი-სტროსი. არ მახსოვს, აღვნიშნეთ თუ არა მიშელ ფუკო, ჟილ დელეზი, მაგრამ გვერდით ჩნდება ფელიქს გუატარი. მე უკვე აღვნიშნე ჟან-ფრანსუა ლიოტარი. 1960-იანი წლები, ეს კინემატოგრაფის თეორიის აყვავების დროა. ყველა, ვისაც კინო უყვარს, იცის ჟან-ლუკ გოდარის, ნოველ ვეგბის, ფრანგული ახალი ტალღისა და ჟურნალ Carriers de Cinémas შესახებ. ეს სუპერთეორიული ჟურნალია. ესაა გენდერული თეორიაც და ჩემი საყვარელი, ვიზუალური ხელოვნების თეორიაც. 1960-იანი წლები. სხვათა შორის ეს ყველაფერი გარკვეულწილად ლაკანთანაა დაკავშირებული. ცხადია, იქ არიან როლან ბარტი, პოლ რიკერი. მე შემიძლია ამ სახელების ჩამოთვლა უსასრულოდ გავაგრძელო. საქმე ამაში არაა. თავარი ისაა, რომ 1960-იანი წლები ნამდვილად სუპერმნიშვნელოვანი გახდა თეორიისთვის. მინდა აღვნიშნო ორი მომენტი, რომლებიც ამ თეორიულ ტერორთან დაკავშირებული. იმ წლებში თუ ვინმეს ეტყოდა, ეცადეთ ცოტა მარტივად გვიამბე, ორთიცე აგვიხსენი, ეს უბრალოდ გაოგნებას გამოიწვევდა. სხვათა შორის, როცა ლაკანი ტელევიზიაში გამოდის, მას თხოვენ, ისაუბროს უფრო მარტივად, ის კი იწყებს კიდევ უფრო რთულად საუბარს. 1960-იან წლებზე თუ ვსაუბრობ, მინდა აი რა ვთქვა, ლაკანი 1964 წელს გარიცხეს საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციიდან. მას უკვე 63 წელი იყო. ის უკვე ბევრს მუშაობდა, კარგად იყო ცნობილი, მაგრამ გახდა ოპალის ფიგურა, ძალიან მიმზიდველი ახალგაზრდებისთვის, რადგან ოფიციალურმა ფსიქოანალიზის ორგანომის თავისი რიგებიდან გარიცხა, რადგან ის სხვაგვარად ეკიდებოდა ფსიქოანალიტიკური სეანსის დროს. ჟაკ ლაკანი და მისი ფსიქოანალიზი. ლექცია მე-6. რატომაა ლაკანი სუპერვარსკვლავი? ლაკანის აპოლოგია 1960-იან წლებზე მოდის. როგორც კი ის 30 წლის გახდა, ის გამოვიდა ინტელექტუალურ სცენაზე.
ჩემი აზრით 1960-იანი წლები დასავლეთის სამყაროში, განსაკუთრებით ევროპაში, ყველაზე ინტელექტუალური წლებია. ეს თეორიის აყვავების პერიოდია. იმავე ეპოქის გამოჩენილი ესთეტიკოსი და ფილოსოფოსი ლაკანის თანამედროვე ჟან-ფრანსუა ლიოტარი ბევრს საუბრობდა თეორიაზე. 1970-იანი წლების ბოლოს ის ამბობდა, რომ კულტურაში დაიწყო უკან დახევა, თითქოს მოთხოვნით შეწყვეტილიყო თეორიული ტერორი. მე ძალიან მომწონს ლიოტარის ეს სიტყვები, რომელმაც თეორიული ტერორი არანაირად არ შეწყვიტა. როცა 1960-იან წლებზე ვსაუბრობ, წარმოიდგინეთ, რა ხდებოდა ლაკანის გარშემო. მე უკვე აღვნიშნე ემილ ბენვენისტი, გამოჩენილი ლინგვისტი. ჩვენ ვახსენეთ რომან იაკობსონი, კლოდ ლევი-სტროსი. არ მახსოვს, აღვნიშნეთ თუ არა მიშელ ფუკო, ჟილ დელეზი, მაგრამ გვერდით ჩნდება ფელიქს გუატარი. მე უკვე აღვნიშნე ჟან-ფრანსუა ლიოტარი. 1960-იანი წლები, ეს კინემატოგრაფის თეორიის აყვავების დროა. ყველა, ვისაც კინო უყვარს, იცის ჟან-ლუკ გოდარის ნოველ ვეგბის ფრანგული ახალი ტალღისა და ჟურნალ Carriers du Cinémas შესახებ. ეს სუპერთეორიული ჟურნალია. ესაა გენდერული თეორიაც და ჩემი საყვარელი, ვიზუალური ხელოვნების თეორიაც. 1960-იანი წლები. სხვათა შორის ეს ყველაფერი გარკვეულწილად ლაკანთანაა დაკავშირებული. ცხადია, იქ არიან როლან ბარტი, პოლ რიკერი. მე შემიძლია ამ სახელების ჩამოთვლა უსასრულოდ გავაგრძელო. საქმე ამაში არაა. თავარი ისაა, რომ 1960-იანი წლები ნამდვილად სუპერმნიშვნელოვანი გახდა თეორიისთვის. მინდა აღვნიშნო ორი მომენტი, რომლებიც ამ თეორიულ ტერორთან დაკავშირებული. იმ წლებში თუ ვინმეს ეტყოდა, ეცადეთ ცოტა მარტივად გვიამბე, ორთიცე აგვიხსენი, ეს უბრალოდ გაოგნებას გამოიწვევდა. სხვათა შორის, როცა ლაკანი ტელევიზიაში გამოდის, მას თხოვენ, ისაუბროს უფრო მარტივად, ის კი იწყებს კიდევ უფრო რთულად საუბარს. 1960-იან წლებზე თუ ვსაუბრობ, მინდა აირა ვთქვა, ლაკანი 1964 წელს გარიცხეს საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციიდან. მას უკვე 63 წელი იყო. ის უკვე ბევრს მუშაობდა, კარგად იყო ცნობილი, მაგრამ გახდა ოპალის ფიგურა. ძალიან მიმზიდველი ახალგაზრდებისთვის, რადგან ოფიციალურმა ფსიქოანალიზის ორგანომის თავისი რიგებიდან გარიცხა, რადგან ის სხვაგვარად ეკიდებოდა ფსიქოანალიტიკური სეანსის დროს. ფროიდისგან განსხვავებით, რომელიც თითოეულ პაციენტს 1 საათს უთმობდა, ლაკანს შეეძლო სეანსი 15-20 ან 30 წუთის შემდეგ შეეწყვიტა. საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ხელმძღვანელები, როგორც ჩანს, უბრალოდ ფულს ითვლიდნენ. მათთვის იყო ეკვივალენტი, ფული დროს სუფთა კაპიტალისტური მიდგომა. ლაკანი კი ამ სუფთა კაპიტალიზმს ფანჯრიდან ყრის. ფული და დრო შეუსაბამოა. ფსიქოანალიზში დრო სრულიად სხვაგვარად მუშაობს. ასე თუ ისე, ლაკანი ერთი მხრივ გარიცხეს სენტ-ანის საავადმყოფოდან, სადაც ის წარმოადგენდა კლინიკურ შემთხვევებს ფსიქიატრიული, მისი საქმიანობის ნაწილი იყო. ეს მან გამოჩენილი ფრანგი ფილოსოფოსის ლუი ალტიუსერის ძალისხმევით მოახერხა. ჟაკ დერიდას ძალისხმევის წყალობით ის იღებს სრულიად ახალ აუდიტორიას Cornwall Superiorში. ეს საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟული საგანმანათლებლო დაწესებულებაა. ეს 1964 წელია. ანუ ლაკანის აუდიტორია ფართოვდება, ეს 1. ის სამედიცინო სფეროს ფარგლებს ცდება, ეს 2. ანუ მისი მსმენელები ახლა მხოლოდ სამედიცინო სტუდენტები არ არიან, არამედ ფილოსოფოსები, პანკები, ჰიპები, ნებისმიერი არ აქვს მნიშვნელობა. ის ოპალის გენიოსია. 1966 წელს იწყება ლაკანისადმი ბუმი, ნებები ლაკანის მიმართ, რადგან ამ წელს გამოდის მისი ნაწარმოებების უზარმაზარი ტომი, სახელად ქვეთს, ანუ ჩაწერილი ტექსტები, ნაწარმოებები. ეს ტომი გამოდის გამომცემლობა სივილის მიერ და ხდება ბესტსელერი, თუმცა ლაკანი მას worst sellers უწოდებს. ის ხვდება და ამბობს, ჯანდაბა, ყველა ყიდულობს ამას და თაროზე დებს. ეს ხომ ცხადია. ანუ ლაკანი ისეთ მნიშვნელოვან ფიგურად იქცევა ინტელექტუალურ ჰორიზონტზე, რომ ეს წარმოუდგენლად რთული, თითქმის 1000 გვერდიანი ტექსტების კრებული კიდევ უფრო მეტ პოპულარობას ანიჭებს მას. და ბოლოს მესამე თარიღი, ადვილი მისახვედრია, 1968 წელი, რევოლუცია. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ ფუკო, ალტიუსერი, დერიდა და ისევ არ მინდა მეტი სახელის ჩამოთვლა, ყველაზე კულტური ფიგურა და ამაში არაფერია კარგი, როგორც თქვენ ალბათ ხვდებით, ლაკანი ხდება. ფსიქოანალიზი და კულტის სრულიად საპირისპირო ცნებებია. ლაკანი ხდება კულტური ფიგურა სტუდენტებისთვის. უფრო მეტიც 1968 წელს, როცა პარიზი რევოლუციური აჯანყებებითაა მოცული, ლაკანს ათავისუფლებენ Cornwall Superiorიდან, ანუ უმაღლესი ნორმალური სკოლიდან, იმ მოტივით, რომ ამ საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორმა გადაწყვიტა, რომ სწორედ ლაკანის ლექციები, უფრო სწორად მისი სემინარები გახდა რევოლუციის მიზეზი, თითქოს ყველაფერში ლაკანია დამნაშავე. ძალიან სასაცილო ისტორიაა. სტუდენტებმა გადაწყვიტეს ის თავიანთი რევოლუციის ლიდერად ექციათ. ეს სრულიად იდიოტური იდეა იყო, რადგან ისინი ფსიქოანალიზს საერთოდ არ ერკვეოდნენ. ისინი მივიდნენ ლაკანთან მოთხოვნით, რომ ის ჩაუდგეს სათავეში მათ რევოლუციას. ლაკანმა ხოდა, თუ მე ახლა გადავფრაზებ, ისინი გააგდო და უთხრა, თქვენ უბრალოდ გინდათ ერთი ბატონი მეორეთი შეცვალოთ. სხვა სიტყვებით, ლაკანი ფსიქოანალიტიკურ დისკურსს ეკუთვნის, ხოლო სტუდენტები მასთან ისტერიული დისკურსიდან მივიდნენ. ფსიქოანალიზის ლაკანის გაგებით ისტერია, ეს საართული ურთიერთობა სხვასთან, როცა ისტერიკი ან ისტორიჩკა ჯერ აყენებს ბატონს და თაყვანს სცემს მას, შემდეგ კი ცდილობს მის დამხობას. მოკლედ ლაკანი ამბობს, ეს საერთოდ არაა რევოლუცია.
ანუ ფაქტობრივად ლაკანი გაცილებით რევოლუციონერი და რადიკალია, ვიდრე ეს მილიონობით მშვენიერი და საშინელი სტუდენტი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ისინი რევოლუციას არასწორ ადგილას აკეთებენ. ისინი ქუჩებში აკეთებენ მას, მაგრამ საქმე ამაში არაა. თავარია, რომ ლაკანისთვის ეს უბრალოდ ერთი ბატონის მეორეთი ჩანაცვლების სურვილია, რათა დაბრუნდნენ იმავე წერტილში. ანუ სიტყვა რევოლუცია, აქ სიტყვასიტყვით გაგებით, დაბრუნებად, გამოიყენება. თავად რევოლუცია დიდწილად ფსიქოანალიზის გავლენით ხდება. ერთხელ ნიუ-იორკის ერთ კაფეში ვნახე ფრანგულად დაწერილი ბანერი, რომელზეც ეწერა Consider as was deserves come reality, ქართულად, ჩათვალეთ თქვენი სურვილები რეალობად. გამოვიდა კაფის მფლობელი და სიამაყით მითხრა, 1968 წლის მაისში ვიყავი პარიზში. აი ეს ლოზუნგი წამოვიღე, შემდეგ გავაკეთე ეს კაფე და ახლა აქ ეს ლოზუნგი კიდია. ჩათვალეთ თქვენი სურვილები რეალობად, ეს სუფთა ფსიქოანალიზია. რატომაა ის ასეთი გავლენიანი? რატომ გახდა ადამიანი, რომელიც როგორც თავად ამბობს, არაფერს ახალს არ შემოაქვს და მხოლოდ ფროიდის ნათქვამს იმეორებს, დღეს ფროიდზე გაცილებით პოპულარული. საქმე დღეს უკვე თავად ლაკანში არაა. საქმე მის მემკვიდრეობაშია. ლაკანი საუკუნის ბოლოს, 1991 წელს გარდაიცვალა. საფრანგეთშიც კი ჯერ ყველაფერი არ გამოქვეყნებულა, მით უმეტეს რუსეთში. საქმე მის მემკვიდრეობაშია, ანუ მის ტექსტებში, მათ შორის ჩაწერილ სემინარებში, რომლებსაც ჩვენ ვკითხულობთ, ვაანალიზებთ, ვაღმერთებთ. მაგრამ სხვა სრულიად სხვა მომენტი, მემკვიდრეობის ქვეშ მე ვგულისხმობ მის მოწაფეებს. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამ ადამიანებზე, რომლებიც ყოველთვის იყვნენ. ლაკანის გვერდით თაყვანს სცემდნენ მას. ეს ათეულობით, ასეულობით, ათასეულობით ადამიანია. ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ გავიმეორო, ლაკანის სემინარები 26 წელი გრძელდებოდა. წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი გაიარა ამ სემინარებზე. ამ ადამიანთა უმეტესობა თავის საქმეს აკეთებს, ვიღაც სპორტითაა დაკავებული, ვიღაც კულტურით, ვიღაც ბიზნესით და ასე შემდეგ. მაგრამ თუნდაც ამ მსმენელთა ერთის თუ ავიღებთ ის ადამიანებს, რომლებიც გაჟღენთილნი არიან ლაკანის აზროვნებით, მისი იდეებით, ფროიდით, ლაკანის მეშვეობით და ისინი, ვინც გახდნენ ფსიქოანალიტიკოსები. ცხადია, ფროიდსაც ჰყავდა უამრავი მოწაფე, მაგრამ ფროიდი ასეთი ლექტორი არ იყო. ფროიდი არ კითხულობდა ლექციებს ათასობით ადამიანისთვის, ეს წარმოუდგენელიც კია. მოკლედ, ლაკანის გავლენა დაკავშირებულია იმასთან, რომ დღეს, რატომღაც მინდა ვთქვა, ნებისმიერ ქვეყანაში გვაქვს ლაკანის თაყვანის მცემელთა და მკითხველთა ჯგუფები. გვაქვს ფსიქოანალიტიკოსები, რომლებიც ლაკანზე არიან ორიენტირებულნი. დავასახელებ ბერლინსა და ვენას. მხოლოდ პარიზში ალბათ არა რამდენიმე ათეული, არამედ ასეულობით მცირე ჯგუფია, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან. არ არსებობს ერთიანი ლაკანის ფსიქოანალიზის სკოლა. არსებობს ლაკანის ფსიქოანალიზის მრავალი სკოლა. დღეს ლაკანიზმის გეოგრაფია თითქმის მთელ დედამიწას მოიცავს. ალბათ ყველაზე ფსიქოანალიტიკური რეგიონი დედამიწაზე ლათინური ამერიკაა. ლაკანი, უბრალოდ მინდა ვთქვა, ხალხის გმირია მარადონასა და პელეს დონეზე. თუ გესმით, მე ახლა ფეხბურთზე ვსაუბრობ, ლაკანი ხალხის გმირია არგენტინასა და ბრაზილიაში. ალბათ ყველაზე დიდი ლაკანის თემები სწორედ იქაა. თუ რუსეთს ავიღებთ, ნოვოსიბირსკში არის ლაკანის ჯგუფი. მოსკოვში მათი დიდი რაოდენობა, პეტერბურგშიც ბევრია, სოჩში, დარწმუნებული ვარ, პრაქტიკულად ნებისმიერ ქალაქში სწავლობენ ლაკანის მემკვიდრეობას. მოკლედ, მე ახლა ვსაუბრობ ლაკანის გავლენაზე კულტურაზე. 1960-იანი წლები, ეს ჰუმანიტარული ცოდნის შტურმია. როცა ჰუმანიტარულს ვამბობ, გულისხმობ ადამიანს, გულისხმობ სუბიექტს და ფაქტობრივად რითაა დაკავებული ლაკანი. სუბიექტით. ლაკანმა გააგრძელა ფროიდის ტრადიცია, გავლენა ჰუმანიტარულ ცოდნაზე, ხელოვნებაზე. მინდა ორიოდე სიტყვით ვთქვა, მე ვიცი ორი სფერო, სადაც ლაკანის გარეშე თითქმის შეუძლებელია, თუნდაც დღეს. უკვე წლის საუკუნის დასაწყისი კი არა, მესამე ათწლეული მიდის. ლაკანის გარეშე ვერ გადიან. მე ვგულისხმობ ვიზუალური ხელოვნების თეორიას, ანუ ხელოვნების კრიტიკას და კინოს თეორიას. ანუ ჩემს თავში ვიზუალური ხელოვნების თეორია, ისევე როგორც კინოს თეორია, 1960-იან წლებში ჩამოყალიბდა. მაგრამ დღემდე არსებობს ფანტასტიკური ნიუ-იორკული ჟურნალი ოქტობრე, რომელიც ასე ეწოდა სერგეი იზენშტეინის დიდი ფილმის საპატივცემულოდ. ამ ჟურნალის ყველა ავტორი, რომელიც უკვე რამდენიმე ათწლეულია არსებობს, გაჟღენთილია ფსიქოანალიზით, უპირველეს ყოვლისა ლაკანით. კინოს თეორიაში კი მაქვს კიდევ უფრო დამაჯერებელი მაგალითი. ჩვენ ხომ ვისაუბრეთ, ავნიშნეთ ქეჰიერს დესენმა, 1960-იანი წლები, სადაც უამრავი დიდი თეორეტიკოსი იყო. იყოს მაგალითად ჟან-ლუი ბოდრი, ჩემი საყვარელი და ლორა მალვი, ასევე ჩემი საყვარელი. ეს ყველაფერი 1960-იანი წლები იყო, თუმცა სხვათა შორის ცოტა მოგვიანებით, 1970-იან წლებში ძალიან მაგარი თეორიები. 2017 წელს გამოვიდა ფილმი Blade Runner-ის ახალი ვერსია. ფილმის გამოსვლისთანავე გამოვიდა სუპერწიგნი, ექსკლუზიურად ფსიქოანალიტიკოსი ავტორებისგან, რომლებიც ამ ფილმს აანალიზებენ. მოკლედ, ვიზუალური ხელოვნების თეორია, როგორც მე ვამტკიცებ, ისევე როგორც კინოს თეორია, კინოკრიტიკა, ფაქტობრივად, ფსიქოანალიზის ლაკანის გარეშე ვერ გადის, თუნდაც მას პირდაპირ არ ახსენებდნენ. თუ მას-მედიას მივმართავთ, ჩვეულებრივ ისმოდა, რომ ფროიდი მოძველდა. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ფსიქოანალიზი არ მუშაობს. ამ ყველაფერს ჩვენ ვისმენთ, ვკითხულობთ, მაგრამ ეს რაღაც აბსურდია. როგორც კი ვიღებთ წიგნს ანთროპოლოგიაში, სოციოლოგიაში, კულტურის თეორიაში ან ფილოსოფიაში, ლაკანის გარეშე ვერ გადიან. ერთი მხრივ, ფსიქოანალიზი ფროიდთან და ლაკანთან ერთად უკვე დიდი ხანია ჩამოწერეს წლის საუკუნის გემიდან. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ისინი შარლატანები არიან და ასე შემდეგ, მაგრამ რატომღაც ფილოსოფია და ჰუმანიტარული ცოდნა გაჟღენთილია ლაკანით.
თუ დღეს ავიღებ ზოგიერთ გასაოცარ ფილოსოფოს სრულიად განსხვავებულს, ეს შეიძლება იყოს ალენ ბადიუ, ლაკანის მოწაფე, ჟან-ლუკ ნანსი, რომელსაც ძალიან ვუყვარვარ, დერიდას მოწაფე, მაგრამ ფროიდისა და ლაკანის გარეშე თითქმის არც ერთი ტექსტი არ გადის. სლავოი ჟიჟეკზე საერთოდ ვჩუმდები, ის ხომ ჩვენი კაცია. და კიდევ რომ დავასრულო ეს საუბარი, დავასახელებ ორ მოაზროვნეს, რომლებთანაც ძალიან ბევრი მართებს. ისინი ფილოსოფოსები არ არიან, ისინი მედია ფილოსოფოსები არიან, ან თუ გნებავთ, ტექნიკის ფილოსოფოსები. მე ვგულისხმობ თანამედროვე გერმანული მედიაორიის ფუძემდებელს, ფრიდრიხ კიტლერს და ფანტასტიკურ ფრანგ მოაზროვნეს, ბერნარ შტიგლერს. რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვა, რატომ აქვს ჟაკ ლაკანს ასეთი უზარმაზარი გავლენა დღევანდელ კულტურაზე, დღევანდელ ინტელექტუალურ ჰორიზონტზე, თუ ვსაუბრობთ ვიზუალურ კულტურაზე, კინემატოგრაფზე, ფერწერაზე? ამ შემთხვევაში ლაკანმა უბრალოდ უზარმაზარი საჩუქარი გაუკეთა ყველას, ვინც ვიზუალური კულტურითაა დაკავებული. სარკის სტადია ყველა დეტალში და ყველა სირთულეში განმარტავს, თუ როგორ ხედავთ იმას, რასაც ვხედავთ. ანუ ლაკანმა დეტალურად განმარტა მხედველობის ველის მოწყობა. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ადამიანები ვართ და ის, რასაც ვხედავთ, ისევ ხედავთ, როგორც ადამიანები. ანუ ახლა მე ვგულისხმობ, რომ ალბათ ჰიპოპოტამი ამ სამყაროს სხვაგვარად ხედავს, ვიდრე მე. უფრო მეტიც, კულტურულად და ისტორიულადაც ჩვენ სხვაგვარად ვხედავთ. ანუ ვფიქრობ, ინდიელი ამ სამყაროს სხვაგვარად ხედავს, ვიდრე ეს თეთრი ადამიანი. შესაბამისად, ლაკანი გვიხსნის მხედველობის მექანიზმებს. ის ხატავს მზერის გეომეტრიას. მის გასაგებად საჭიროა წარმოსახვითი რეგისტრის შესწავლა, ანუ ის, რაც ფორმირდება სარკის სტადიის დროს. სრულიად სხვა მომენტი, ესაა ადამიანის სუბიექტის საკითხი. ეს ის კითხვა, რომელიც თავის დროზე ფროიდმა დასვა. შეგახსენებთ, რომ სუბიექტის ქვეშ ჩვენ გულისხმობთ ფსიქიკას, მოლაპარაკე არაცნობიერს. და რა თქმა უნდა, უცნაური იქნებოდა, თუ ფილოსოფოსები ამას არ გაითვალისწინებდნენ, ის, რაც ლაკანმა გააკეთა ფროიდის, არისტოტელეს, სპინოზას, კირკეგორის, ნიცშეს, ჰეგელის, კანტის, პლატონის დახმარებით. ფილოსოფია ლაკანამდე და ლაკანის შემდეგ, ეს ორი სრულიად განსხვავებული ფილოსოფიაა, რადგან ფილოსოფია იმავე კითხვებითაა დაკავებული, რითაც ფსიქოანალიზი. ლაკანის პროგრამის ცენტრში კი ადამიანის სუბიექტის გააზრებაა.